დღეს ვარსკვლავებმა გაგვიღიმეს ხო და ძალიან სასურველი ყველასთვის სტუმარი ყავს და ძალიან საინტერესო რაც თავარია და ისევ და ისევ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ, რასაც ქვია შვილებთან ურთიერთობა, ოჯახი, სიყვარული, ბავშვობა და ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიხეილ რომ მოვიცალეთ. მადლობა თქვენ საინტერესო თემატიკისთვის მათ შორის. მამების დრო რისეტლში შევიდა. ესენი არ ვიცი რაღაც კარგეტლში შევიდა, იმიტომ რომ კარგი სტუმარი ყავს, როგორც ყოველთვის. წარადგინე ხა მე რომ მეუბნები ხომ წარადგინეო. ჩვენი სტუმარია ბატონი მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი. დარწმუნებულია ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ხოლმე ბატონი მიხეილის ჰოროსკოპის გაცნობას, რომ იმის მიხედვით დაგეგმოს დღე. ზოგს შეიძლება არ შეერა და არ აინტერესებს, მაგრამ ძალიან ბევრი მაგალითად ჩემი და რომელიც ყოველთვის გისმენთ და ძალიან ხშირად ითვალისწინებს თქვენს რჩევებს. და საკმაოდ დიდ წარმატებასაც აღწევს ამით. მადლობა. მოგესალმებით ყველას პირველ რიგში. ვისაც უჯერა გაგვატარეო, ხო იცი ეგ ამბავი, ხო? ვისაც უჯერა გაგვატარეო. კი. სხვა შორის ერთ-ერთი მამების სიმბოლო გვიზის აქ, კირჩხიბი. საუკეთესო მამაა. თავისუფლად თევზები და კირჩხიბი ეს ორი განთქმული მამები არიან, რომლებიც გადაყოლილები არიან შვილებს. გადაყოლილები. ვადასტურებ აგერ. ხო, ასე რომ ეს ორი ნიშანი გამორჩეულია მამებში. შვილებს ძალიან უყვართ. კირჩხიბი და თევზები მამა. ვა ძალიან კარგი გამიხარდა. არ იფიქრო რომ შემშურდა, მაგრამ სასწორებზეც რო გვითხრათ. ხო, არა, სასწორი არ არის ცუდი მამა, უდავოდ, კარგია, იმიტომ რომ ემოციური ამგზნობია, რეაგურადღებიანია. იცი რა ცდილობს რომ აი ბავშვი ჩადოს თავიდანვე შემოქმედებითი რაღაც უნარები, სილამაზის აღქმის უნარი, ცდილობს რომ ის იყოს ეთიკური, ელეგანტური, დახვეწილი. აი ძალიან ცდილობს რომ აი ბავშვი იყოს ისე იცი როგორი, აი ძალიან ისეთი რა, გამორჩეული თავისი არა მარტო გარეგნობით, არამედ ჩაცმის კულტურით, მეტყველების კულტურით, ინტელექტუალური განვითარებით, ამას დებს თავიდანვე ბავშვი. კერჩხები იცი როგორია, აი რასაც ქვია თავ გადაკლული. ანუ შეუძლია დღე და ღამე ბავშვზე იფიქროს და წაიყვანს იქ ვარჯიშებზე, მერე მუსიკაზე, მერე იმაზე თან სამსახურში დარბის, საჭმელსაც გაუკეთებს თუ საჭიროა დაუჯდება ერთად ხატავენ, არის ერთია. ნუ მოკლედ არის როგორი იცი, აი სულ ბავშვი, აბა სად არის ბავშვი სახლში თუ არის სად არის? სად რომელ ოთახშია თუ აიქ არის? უნდა წავიდე შეამოწმოს გესმის? აი სულ ტრიალებს ბავშვი, აი ესენი არიან საერთოდ ოჯახის ნიშანია კერჩხები, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ მოდი კერჩხებს და თევზებს აღარ შევედრებით. დანარჩენი ამაზე შევთან. ის რომ სულ ბავშვთან დაყავს, მოწმობს რომ აგერ კადრს მიღმა ნისიმეზის და ხატავს. და ისა რაღაც კაკუნი თუ იყო ნისიმეს ქუსლიანი ჩაიცა დღეს და შეიძლება ადგეს და კაკუნი დაიწყო. ადასარევი გოგონას, რაც შორის კურუა ჩემნაირი. ამიტომ მე ესე იგი კურუებს და ბავშვობა ეხლა რომ ახსენდება ჩემი ხო კურუსი. მიმაჩნია რომ ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვი. რატო? იმიტომ რომ კურუ არის ძალიან საკმაოდ დამჯერი, საკმაოდ მშვიდი, სტაბილური. ზედმეტად არ აწუხებს. მე მაგალითად ბავშვობაში სათამაშოებს გადმომიდებდნენ და ოჯახს მშობლებს შეეძლო წასულიყვნენ სტუმრად. 2-3 საათი ჩემთვის პრობლემა არ იყო მარტო დარჩენა. თამაშობდი წყნარად, აი სხვა არიან ცალკე ბავშვები, არასოდეს არაფერი, არასოდეს ინტერესი არ მქონია, რომ მაგალითად როგორც ყუპებმა იციან, ხო, შტაბს დაინახავენ და რაღაცა უნდა შიგნით შეარჩონ, რომ აბა რა მოხდება. მე არასოდეს ეგეთ ინტერესი არ მქონია ასეთი რაღაცების, ან რაღაცა რომ გავოფუჭო, გამორიცხული იყო. თუმცა ერთხელ კარადა დახერხეთ როგორც ვიცით. არა, ეს უკვე მოდი აქ უკვე გადავიდეთ კუჭის სფეროზე. ხო, რომ ეს უკვე უკეთესად გავიგოთ რა ხდება ამ დროს. კურო და კირჩხიბი ეს არის ორი დიდი გურმანი. გესმით, რომელსაც კვება, ეს არის რიტუალი. ეს არ არის უბრალოდ კვების პროცესი, ხო? ამიტომ მათ აი როცა მიირთმევს ეს ორი ნიშანი, ყველა შივდება ირგვლივ. თუ გემრიელად მიირთმევენ, გესმის? და ეს ბავშვობიდან ჩანს ეს მომენტი და მე ახლა როგორც ყველა კუროს ბავშვობიდან გიждდებოდით კბილეულზე. ნამცხრები, შოკოლადები, კამფეტები, ეს იყო შემეძლო εν რაოდენობით მეჭამა. მაგრამ ახლა მოგეხსენებათ რომ ამას აქვს თავისი დიდი მინუსი. იმ ხრივ რომ წონა მე ნაკლებად მაწუხებდა, იმიტომ ბევრს დავრბოდი, ბავშვებთან თამაშობდი, ეზო ქონდა და შენგო და მაინც მეტნაკლებად წვავდი ამ კალორიებს, ხო? მაგრამ სხვა პრობლემა აქვს ამას, როცა ესე ეჩვევი ამ ტკბილეულს, მე არის დღეები, როცა საოცარი მოთხოვნილება გაქვს. და უცებ ის თუ არ არის,
მერე გაწყება პრობლემა. და ეს პრობლემა ამასთან იყო დაკავშირებული, რომ ბებიაჩემი ცხონებული ელოდებოდა სტუმრებს. და ჩაკეტა ახლა ეს ბამბანერკა რომ მე არ მეჭამა ხო, იცი და შეჭრილი ხო იმ დღეს რომ მაინდა-მაინც იმ დღეს არ დარჩენილიყო ისე. და აი ეს მომენტია, როცა მომაწვა ძალიან, ხო? ეს რომ აი ისე მომინდა და რასთავარია, ესე იგი ცხვირი რომ დავადე, აი ამათ შორის იგი ხო იხურება, ხო ეს ყველაფერი და აი იქნება პატარა გამოდის ხო სუნი. ეს სუნი რომ გავიგე, მაშინ თან მოსკოვიდან ქონდა ჩამოტანილი ეს მიშკა შოკოლადები და რაღაცა გემრი გავგიშდი რა. აი ამ ჰორმონალურმა ზეწოლამ რაც აქ მოხდა. ჩამაყვანე ქვევით ჩავეყვანე, მეორე სართული და ჩავედი ბაბუაჩემის ვიპოვე ხერხი. ამოვიტანე სანამ არავინ არ ხედავდა. ესე იგი სადაც იყო შენახული ოდნავ გამოვწიე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ უკანა ნაწილი არის წვრილი ფანერა. მე ხვდით ასე კეთდებოდა ადრე ეს ავეჯი და აი ეს გამოვხერხე და მივირთვი დიდი განცხრომით. მართალია მე ცოტა მოხდა ამ ამბავზე სტუმრები რომ მოვიდნენ და რომ გავხსნე და არაფერ, მაგრამ ის ხო ჩემი გავიკეთე ხო ეს სიამონება ხო მივიღია რა. ამიტომაც ხო ღირდა ეს. ბატონო მიხეილ, რადგან გურმანი ბრძანდებით, თქვენთვის გვაქვს ძალიან კარგი საჩუქარი. ჩვენი მეგობარია ბარ რესტორანი დიდგორი, რომელიც მდებარეობს ნუცუბიძის 77 ნომერში და თქვენთან გამოგვატანა 500 ლარიანი ვაუჩერი. მადლობა დიდი. მათ და თქვენ შეგიძლიათ მიბრძანდეთ არაჩვეულებრივი კერძები, არაჩვეულებრივი გარემო. რა ყოფილი ვარ მან და არასოდეს. გარემო მოგეწონებათ განსაკუთრებით. აი რაღაცა შუა საუკუნეების დიზაინი. ახლა სასწორე ამას ამბობს, ესე იგი დასაჯერებელი. სანდოა ხო? ხო, იმიტომ რომ ამათმა ახლა სილამოზის აღქმა სასწორს რო აქვს, ფანტასტიკა. და კვების აღქმა როგორც თქვენ ბრძანეთ? კვების აღქმა ჩემზე იყო სულ. ანუ ჭრილების რიტუალია და წავიდეთ ერთად. ნაყოფილად ორივე ერთად ვიყავით ოჯახებით, სხვათა შორის აი ქალბატონი რომელიც კურუანის მე ძალიან კმაყოფილი დარჩა, ყველაფერი გასინჯა, რაც კი შეიძლებოდა და ძალიან ვენდობი უკვე გასაგებია კიჩხებს და კუროს. დიდგორს დიდი რეკომენდაცია ჩვენგან და ნებისმიერ შეგიძლიათ მიბრძანდეთ. მადლობა დიდგორს. კი ბატონო, მადლობა და მოდი თქვენ ახსენეთ საუკეთესო მამა. საუკეთესო მამა გასაგებია ახლა რო თქვა, აი მამა-შვილის ურთიერთობაში ყველაზე შეთავსებადი ნიშნები და შეუთავსებელი ყველაზე მეტი კონფლიქტი შეიძლება ვისმოვიდეთ. ეხლა ერთი რამ გავითვალისწინოთ, ჩვენ საუბრობთ მაინც ზოგად პარამეტრებზე, იმიტომ რომ პირადი ჰოროსკოპი რაღაცებს ცვლის ზოგადიდან, რატო? იმიტომ რომ მაგალითად მამის მაჩვენებელი არის პლანეტა სატურნი. ხო, შესაბამისად თუ პირად ჰოროსკოპში მზესა და სატურნს შორის წარმოიქმნა მაგალითად 180 გრადუსიანი დაპირისპირება, შვილს და მამას შორის შეიძლება იყოს სერიოზული დაძაბულობა და კონფლიქტი. აქ უკვე ზოდიაქოს ნიშნის მიუხედავად. თუმცა, რაზოგადია ზოდიაქოს ნიშნები მხედველობაში მაინც უნდა მივიღოთ აუცილებლად. აი მაგალითად გეტყვით. ნუ რახან კუროზეა საუბარი. მაგალითად კუროს ძალიან უჭირს ლომი და მერწყულის ნიშნი დავადებულ მამებთან. შესაბამისად მათ შორის არის სიჯიუტე საერთო, ურთიერთგაგების აბსოლუტურად სხვა კრიტერიუმები და ამიტომ კონფლიქტი ხშირია. კუროს არ გაუჭირდება კეჭრხიბ მამასთან, არასოდეს ქალწულთან არ გაუჭირდება, თხის ქასთან, თევზებთან, პრობლემა არ აქვს. მაგრამ აი ამ ორ ნიშანთან სირთულეები უფრო მეტია, იმიტომ რომ ამათ სხვა მსხვერპლობა აქვს, სხვა პრინციპები აქვს, მიხვდით? მაგრამ არის კიდე სხვა ბევრი დეტალი გასათვალისწინებული, უკვე პირად ჰოროსკოპთანაც არის ეს დაკავშირებული. ნუ მაგალითად რა? აი წარმოიდგინეთ, მამა არის კონსერვატორი, ძალიან დიდი ტრადიციონალისტი და მით უმეტეს თუ გაზრდილი იყო როგორც ადრეულ პერიოდში მარქსისტულ ოჯახში, სადაც იყო მარქსისტული პრინციპები, მე ამას ვხედავ არის და თუ ვერ ვხედავ, ესე იგი უფალი აღარ არის და არის ძალიან ასე ვთქვათ მატერიალისტი და შვილში არის რაღაცა ჩაბუდებული, რაღაცა სხვა ეგზისტენციალური პრინციპები, უფლის უფრო მეტად მიმართ, სამყაროს მიმართ, სხვა დამოკიდებულება აინტერესებს დაუშვათ ეზოთერული, ფილოსოფიური საკითხები, ისე მამისთვის მეუღებელია. მიხვდით, უკვე კონფრონტაცია იქნება. ამიტომ აქ არის უამრავი დეტალი, რომელიც მარტო ზოდიაქოებზე არ არის. აქ აღზრდის ამბავია, ოჯახი, სტრუქტურა აზროვნებისა და ამიტომ ეს ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, უფრო მეტიც. მოდი ასე ვთქვათ, რომ
შვილებს საერთოდ მართავს ლომის ზოდიაქო ტრადიციულად. ლომის ზოდიაქოში ნებისმიერ ადამიანს თუ დაბადების მომენტში მოექცა ეგრეთ წოდებული შავი მთვარე, მეცხრე მოციქული სატანისა, ლილიტი, იქ შვილებთან უკვე იმ ადამიანს პრობლემები შეიძლება სერიოზული შეექმნას და ხშირად მაქვს სიტუაცია, როცა აი მოდის მაგალითად დედა და მეუბნება კაცო, გადაყოლილი ვარ ამ შვილებზე და ვერ ვიგებ რატო არიან მაინც აგრესიულები ჩემს მიმართ. აი ვერაფრით ვერ მოვატრიალი. აი ეს არის ზუსტად შამთვარე შვილების ნიშანში, ანუ ლომში და მე უხსნი რა შეასაქმე, როგორ ჭობია მათთან ურთიერთობა და არა კონფრონტაცია და არა აგრესია და ასე შემდგომ და ნუ რაღაცებს ასწორებენ. მაგრამ ზოგიერთს არ ყოფნის ნერვები. იმიტომ რომ საჭიროა ძლიერი ნერვული სისტემა, რომ იგი ასეთ აგრესიულ სიტუაციაში გამოსავალი იპოვო სწორი. ამას უნდა ძლიერი ნერვული სისტემა. ამიტომ ამბობ, ბევრი დეტალია, რაც მოქმედებს შვილის და მშობლის ურთიერთობებზე, ეს ეხება მამებს, დედებს აბსოლუტურად თანაბრად. აქ ასტროლოგიაც მუშაობს, ზოდიაქოს ნიშნებიც მუშაობს, მაგალითად არიან ანტაგონისტი ზოდიაქოს ნიშნები. მაგალითად, კირჩხიბისთვის, მაგალითად ძალიან ძნელია ვერცხთან ურთიერთობა. ახლა კირჩხიბ ბავშვს რო ყავდეს ვერძი მამა, იქნება ძალიან დიდი ანტაგონიზმი. იმიტომ რომ კირჩხიბი არის ძალიან ემოციური, ძალიან გზნობი არის, ძალიან ფაქიზი, თავისი შინაგანი ბუნება აქვს ძალიან ფაქიზი. ვერძი როგორია, იცით, უნდა რა ყუში შარიშვილი ყავდეს, მებრძოლი, თუ საჭიროა ტანკის ქვეშ რო შევარდეს და ასე შემდგომ და ეს კირჩხიბის შვილისთვის ცოტა მიუღებელი მომენტი, ეს ნელ-ნელა უნდა აღიზარდოს მაშინ, ხო? და ამიტომ აქ უკვე კონფრონტაცია ჩნდება მათ შორის. პლუს ამას მოდი აღნიშნოთ, რომ კირჩხიბის სამყარო არის ძალიან ფაქიზი. აი მაგალითად ბავშვობაში. მე მახსოვს ერთი მეზობელი ვყავდა კირჩხიბი ბიჭი, ჩვენ გქონდა დიდი პიანინო. აი პიანინოს ქვეშ უყარდა შეძრომა და გიждდებოდა მაგის შორეც რა უნდა იქ. და მე მივხვდი მე ამას კირჩხიბს უყარს, იცი რა, აი ძალიან უსაფრთხო ადგილი. იმის ქვეშ რო შეძრებოდა იქ უსაფრთხოდ გზნობდა, ვერ ხედავდა, სამაგეროდ ის ყველა საკონტროლებდა. ხო, გადასარევად იჯდა იქ და ეძებდნენ, იყო ერთი ამბავი, ნუ მე მევიუბნებოდი, რომ იქ არის და მე ყვეიცოდნენ, რომ იგზის, ხო? აი დეტალია. ამას არიზავს სხვა ნიშანა, კირჩხიბ შეიძლება ეს მოვიდეს, მოხდით? რა დეტალია? ამიტომ ამბობ, მე ახლა სხვა შორის უშუალოდ ამოჩემებული ადგილების. ო, მით უმეტეს მე, ესე იგი ახლა აი უკვე თავდება, მალე გამოვალ წიგნი, სადაც იქნება სწორედ აი საბავშვო ასტროლოგიის თემატიკა და იქ აღწერა ამ დეტალებს, რომელიც დახამახასიათებელია, იმიტომ რომ მშობელმა უნდა იცოდეს საბავშვო ასტროლოგია, მათ შორის ბავშვს რა ფსიქოტიპი ახასიათებს. ამის მიხედვით ის პროადვილად შეძლებს მის გაგებას. რატო ჭირს, რა ემართება? ეხლა კირჩხიბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაცივარი იყოს სავსე. ახლა უყურე, სასწორისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ეს არ არის. აი შენ ხარ დაუშვათ, მამა შვილი ყავს კირჩხიბი. და რას ხედავ, კაცო, რომ დღეში რამდენჯერმე მივა ეს შენი შვილი მაცივარს გამოაღებს, შეხედავს, დაკეტავს, დაუშვათ მე რატო აკეთებს ამას? გოგებარია, ხო? რატო? იმიტომ რომ თავარი პროექცია კირჩხიბის არის კუჭი. ანუ მას ჭირდება, რომ მაცივარი იყოს ყოველთვის სავსე. ის რას აკეთებს, იცი, გახსნის, იქ არის, ხო? შვიდდება. კარგად გზნობს თავს. მაგრამ სასწორს ეს გაუგებარია სასწორისთვის ეს რა თუ რამე გამოიღე ჭამბე რა 9 ჯერ უყურებ რა ხდება ხო? ნახე უკვე ანტაგონისტური მომენტი ჩდება. ვერძისთვისაც ეს გაუგებარია რას ქვია რამდენჯერმე ჩაიხედო გახსნა დაკეტო. მაგრამ ამისთვის ეს დამშვან ეს სამოთარ თავს მარაგის მომენტი მისი დამამშვიდებელი ფაქტორია გესმე როცა ეს მამა მიცის გაცილებით უადვილდება მე მისი მოქმედების ახსნა განმარტება და ამაზე უკვე ნერვები არ იშლება და ვერძი ძალიან მოუთმენელი მამაა და თუ დაინახა ესეთი რაღაცა შეერებს აკეთებ ეთყვის ეგრევე შეუტევს მიხვდით და რადგან ეს ემოციურია კირჩხიბი ეგრევე ჩაიკეტება საკუთარ თავში რომ მამა გამიბრაზდა მე ეცდება რომ ეს მაცივარი გააღოს ოღონდ მამა როცა არ იქნება ეს უკვე დისკომფორტია ნახეთ რამდენი დეტალია რაც უკვე ქმნის ურთიერთობებში ნდობას ან არ ნდობას აი ესეთი დეტალები ბევრია ამიტომ ვამბობ რომ ადამიანი ეს არის რეალურად ფსიქოლოგიური ასე ვთქვათ ფაქტორი და ამიტომ ადამიანის შორის ურთიერთობა ეს არის კოსმობიოფსიქოლოგია ამიტომ რაც მეტად ვიცით ასტროლოგიასაც ესე ერქვა ადრე კოსმობიოფსიქოლოგია რაც მეტად ვიცით მათ შორის ბავშვების ფსიქოლოგიაზე მით მეტად გვიადვილდება მამებს მათთან ურთიერთობა მარტო ის რომ შენ ესეთი იყავი და შენი შვილიც ესეთი უნდა იყოს და მოთხოვნა გაქვს იგივე აბსოლუტურად არასწორია შეიძლება ბავშვს სიკიკა დაუნგრიო
იმიტომ რომ ბავშვობიდან არ გაითვალისწინო რომ ის ფაქიზია და გინდა მისგან მეომარი შექმნა, შეიძლება დაუნგრიო მასაც ფსიქიკა. ეხდი? და ამიტომაც აი მიდრეკილებებს მიაქციათ კიდე ყურადღება. აი ბავშვები ახლა ყურო ყავს აგერჩვენაკ. ყურო არის შემოქმედი. ძალიან ბევრი დიდი ცნობილი მუსიკოსები და მხატვრები ყავს ამ ნიშანს. ამიტომაც აუცილებლად ყურო უნდა დაასაქმოთ რაიმე შემოქმედებაში. მარტო ცეკვა არ უშველის. თუ ხატვა უყვარს, დახატოს ბატონო. თუ რაღაცა მუსიკა უნდა დაუკრას, ეს კარგია მისთვის მნიშვნელოვანია. ყუროს უყვარს ჭამა და მერე წამოწოლა. ეს რას ხდება? ამიტომ ყურები სუქდებიან ადვილად. ზეგი რა უნდა ვქნათ? იმას ხო არ ვეთქვით რომ არ ჭამო. ჭამოს, მაგრამ მე უნდა დახარჯოს. ამიტომ ატარეთ სპორტზე, იაროს, ივარჯიშოს, კალორიები დახარჯოს და მაშინ გაცვლით უკეთ იგზნობს დავს. კიდე ერთი დეტალი, რომელსაც მამები არ აქცევენ ყურადღებას. თქვენი შვილი ტოროლაა თუ ბუ? ორი კატეგორიის რითმი, ბიორითმი არსებობს ადამიანში, ხო? ზოგ ბავშვს უყვარს ადრე დაძინება. სამაგეროთ ადრე იღვიძებს. მაგრამ თუ ის არის ბუ, ის იმას ადრე უჭირს დაძინება, წვალობს. იმას ურჩევნია გვიან დაწვეს, მაგრამ უფრო გვიან დგება. ნახეთ რა დეტალია, ხა თქვენ კი გინდათ რომ თქვენ ხარ დაუშვათ ტოროლა და ბავშვი ყავთ ბუ. ესე თქვენ აიძულებთ იმას სუწვალებაში იქნება ის ბავშვი, იმიტომ გინდათ რომ 9 საათზე დაიძინოს, 6 საათზე 7-ზე ადგეს. როგორც თქვენ აკეთებთ ამას? დაუნგრევთ ფსიქიკას. ეხლა შეიძლება თუ მაინც გინდა ცოტა შეიძლება შეაჩვიოთ ამას, იმიტომ რომ მე სამსახურში დაჭერდება მაინც ადრე ადგომა ხო? მაგრამ რა ფორმით აკეთებთ ამას? ისე არ ქნათ რომ დაუნგრიოთ ფსიქიკა და ბავშვი იყოს თუ გამოგზავნებთ ბატონო. ნელ-ნელა მიაჩვიეთ ამას, აი დავუშვათ 9-ზე ხო? 9-ზე აი დავუშვათ ესე ჩვევა 11-ზე. აბა ცოტა ადრე 15 წუთი რო აკლია 11-ს. მერე დავუშვათ 10 წუთი ნახევარი რო არის 11-ის. აი ესე ნელ-ნელა შევამწერე და არა ბრძანებლური კილოთი აი ხლავე დაიძინა შენ. ეგ დედაწი. აპაპაპ ეს არა. ინგრევა ეს ფსიქიკა. თქვენი შიში ჩდება. თქვენ რო გონიათ რომ ის მორიდებულია, თქვენს მე მორიდებული რის ხარჯზე? შიშის? ეს უკვე არასწორი აღზრდის მომენტია. რაღაცა პერიოდში შიში გადაულის და უკვე მორიდება. ეს უნდა იყოს სიყვარულის და თქვენი განსაკუთრებული ავტორიტეტის ხარჯზე და არა პატივისცემის ხარჯზე. და თქვენ გაქვთ ესე მამებს ესე გვაქვს რომ რახან ჩემი შვილია პატივს უნდა მცემდეს. არ არის ყოველთვის ესე თუ თქვენ არასწორად იქცევთ პირიქით ეს პატივს ვერ გცემთ, მაგრამ რაღაც პერიოდი იძულებულია რახან თქვენთან ცხოვრობ, რაღაცებს გაუძლოს. მაგრამ ეს გაუსაზლის ცხოვრება. ამიტომ შვილებს მარტო ეს კი არ არის რომ ჩვენ კარგად ვაჭამოთ, კარგად დაუშვათ ჩავაცვათ და განათლება მივცეთ, არამედ ფსიქოლოგიურად არ უნდა გავაფუჭოთ, ვეცადოთ რომ პირიქით შიდა მისი ბუნება მაქსიმალურად გავხსნათ, პატივი მივაგოთ, მაგრამ თან ტონიც კონდეს თუ ბავშვი უკვე უწესოთ იქცევა, ზედმეტობაში მაშინ უნდა იგრძნოს თქვენი ტონი. ის კი არა თქვენ ცემოთ, არა აპაპაპ ტონალობაზე, გამოხედვაზე ბავშვი ისეთ ფაქიზი ეგრევე გზნობს, რომ რაღაცა გააფუჭა. აი ეს მომენტი რა, ეხლა რადგან უფროსი თაობა ეხლა ძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება ეხლა ხედავთ რა ხდება და ზოგ სამსახური არ აქვს, ზოგს რა, ზოგი ნერვებზეა, ამიტომ მამებს ბევრს ნერვები არ ყოფნის და ამიტომ ამდაგვარ ნიუანსებს ყურადღებას არ აქცევს და ურჩევნია ან იყვიროს, ან ცემოს და შემდგომ და მე ანგრევს ამ საოცარ არსებას, მიხვდით? ამდენ დეტალია გასათვალისწინებელი. ბატონო მიხეილ, ცემაზე გამახსენდა ერთ ინტერვიუში გიწერიათ ასეთი რამე, რომ პატარაობაში ჩემზე უფროსი თაობის ბიჭებს ცემდიო, იმიტომ რომ რაღაცა უსამართლობის განცდა მქონდა და ეს ყველაფერი დაუნდობლობაში გადამქონდა და შემდეგ უკვე სამყაროსგან ვისწავლე, რომ აგრესიას თუ გააგზავნი, მუდამ აგრესია დაბრუნდება. როგორ შეცვალეთ ეს ყველაფერი? გოგონას რო შეხედავ, არის ძალიან შვიდი, წყნარი, ბუნჩულა ხო? არ არის. აი, ასეთი ვიყავი მეც. ოღონდ კუროს აქვს ერთი ასეთი დეტალი, ხო? რახან კუროებზე საუბრობთ, ორივე კურო ვართ, ხო? კურო არის შვიდი წყნარი, ოღონდ გარკვეულ პერიოდამდე. თუ მას საფრთხე არ ემუქრება, ან შეურაცხყოფას არ აღენებენ. იქამდე ძალიან ბევრს მოითმენს, ბევრი რამ შეადმიდასტურებს აგერ ბატონო, გაიზარდე, ჩემო კარგო და რაღაც ორამდე. მერე თუ იმ ზღვარს ვიღაცამ გადალახა ის ზღვარი, ხო? მერე უკვე მტრისას კუროს დაბმა შეუძლებელია და რას გააკეთებს? ზოგჯერ თვითონ არ იცის. ემსგავსება კუროს ფაიფურის მაღაზიაში, სადაც ყველაფერს დალეწავს. მერე ძალიან ინანებს, მაგრამ იმ მომენტში ჭკუაზე არ არის. აი მე მქონდა ესეთი შემთხვევები, რასაკვირველია ცხოვრებაში.
მოდი ასე ვთქვათ, რომ ახლა წარმოიდგინეთ, მე მომწონდა ერთ-ერთი გოგონა სკოლაში, ხო? ებრანჭებოდი ახლა მას და რაღაცა ხან ზოგჯერ საჩუქრები, ხან ყვავილებს მივართვევდი და ვარ მე-5 კლასში. მოკლედ ვარ ერთ ამბავში და ვსეირნობთ, ახლა 2 სართულიანი სკოლა იყო და ქვედა სართულზე ვსეირნობთ, ეგ რაღაცას საუბრობთ, აკეთური და ზევიდან მე-9 კლასელმა ბიჭმა დამაფურთხა. ხო? ხო, ახლა რო ავიხედე ესე და რასაკეთებ, თქო შემაგინა. აი, ეს არის ზღვარი, გესმით? ეს არის ზღვარი, სადაც უკვე მე გავხდი დასაბმელი. წითელი ნაჭერია უფრიალის. კი, ახლა რაღაცა რო ისე ეთქვა, რაღაცა მოაგვარებდი, ამაში ყურავთ ის თვილობთ რომ თხილად და მშვიდად არ უნდა ყვარს კონფრონტაცია, მაგრამ ის ზღვარს თუ გადავიდა, აი მე უკვე რაღაცა იკეტება ყუროს ტვინში, რო ავარდი მეორე სართულზე, როგორ ავარდი ხო არ მახსოვს. ასე იგი ეს მე-9 კლასელი და მე დაახლოებით ერთ სიმაღლის ვიღავით, იმიტომ რომ ცოტა დაბალი იყო და მე კიდე ვარდიშობდი, ცურვაზე დავდიოდი, საკმაოდ მაღალი ვიყავი კლასში. და ამიტომ დაახლოებით თანაბარი ქონდა ზომა წონა, მე თან ნავარჯიშები ვიყავი, რომ დავაგდე. კაც ვახჩობდი თურმე და არ მახსოვდა ეს ამბავი, იქ რომ პედაგოგიური ჯგუფი და მასწავლებლები არ ჩავრეულიყვნენ, ამას თურმე ვახჩობ, იხჩობოდა უკვე. გასვით, ანუ გადამეკეტა საერთოდ და მაგრამ მე სახელი გავითქვი. მე-5 კლასელმა ცემა მე-9 კლასელი ხო საქართველოს მარტო სკოლაში კი სხვა სკოლებშიც იცოდნენ უკვე ეს ამბავი და მე ქუჩაში მივდიოდი, თითით აჩვენებდნენ, აი ეს არისო ისო. გასვით და ისე დავამთავრე, მე სკოლა არავინ არ გამყარებია. იმდენად ეფექტი მოახდინა. ხო, მაგრამ ნუ ეს რისგან მოხდა, იცით ხო? ამიტომ აი მაგათად ყუროს ეს ახასიათებს, მაგრამ თქვენ თუ შვილი ყავთ ვერძი, აქ სხვა პრობლემა გაქვთ თქვენ. როგორმე მასში ჩადოთ მშვიდობიანობა. ვერძი აგრესიული ახასიათით. აი არაფრის გამო შეიძლება წამოღარტყას ვიღაცას. რატო? იმიტომ რომ ბევრი ენერგია აქვს. თუ ენერგია არ დახარჯა სათანადოდ, ეს ენერგია ხშირად გადასდის აგრესიაში. ვიღაცას ფეხი უნდა და ხო გინახეთ ბავშვები, ფეხი უნდა დაავდოს, ვიღაცა უნდა წამოარტყას, ვიღაცას უნდა უჩქმიტოს, იმიტომ რომ აღარ ის ენერგია საწაიღოს და იწვევს ხშირად ასეთ აგრესიულ საფასუხო რეაქციებზე, ხო? და მე რა ამბობენ რომ ეს რა ბავშვია, კაცო, სულ ამის ირგვლივ აყალმაყალია და მთელი ამბები. ხა ნახეთ, ესე იგი ამაში უნდა ჩადოთ მამებმა მეტი მშვიდობიანობის ვარიანტი, იმიტომ რომ აგრესია მოჭარბებული აქვს პირიქით. თხის რქას მაგალითად ბავშვს ძალიან ძნელად გამოიყვან წონასწორობიდან. აი სულ ბოლო წამამდე არის მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული, დიპლომატიურად ცდილობს მოაგვაროს საკითხები. აი ყველას კარგი ბავშვი ამ კუთხით სასწორი. რატო? ყოველთვის ცდილობს მშვიდობიანად, დიპლომატიით, კომპრომისებით გამოვიდეს სიტუაციიდან. კერჩხები როგორი ეცი ყუროს გავს. ემოციური ამ გზნობიარია თუ მის ემოციებს შეხვნენ, იქამდე მოითმენს, გაპატიებს, პრობლემა არ აქვს, მაგრამ იქ თუ რაღაცა შეხვ ან მის ოჯახს, ან რაღაცა მის ემოციურ შიდატკივ, მე მტრისოს. მე გადადგება ჭკუიდან. ამიტომ კერჩხებია ჯუზეპე გარიბალდი მაგალითად კერჩხები იყო და თუ კარგი ბრძოლები არიან, ოღონდ არა აგრესიის მატარებელი. ანუ ის თუ სამშობლოს დაცვა აი ეგ არის ძალიან მაგარი. მაგრამ ვერძი თავის ბუნებით ითხოვს რა რაღაც კონფლიქტს, ისე მოჭხობარია რა ბუნებით. აი მორიელი შვილი ყავთ. დიდი პასუხისგებლობა გაქვს. დიდი პასუხისგებლობა გაქვს, რატო? იმიტომ რომ მორიელი ბიჭი, გოგო რა ხელა? 15 წლის რამე. ბიჭი უარესი ვარიანტია ამ შემთხვევაში, მაგრამ ნუ გოგოსაც საყურადღებოა, რატო იცი? იმიტომ რომ წყენა იცის საშინელი. ხო, გესლიანი გამოთქმები აქვს, ენა აქვს ძალიან ისეთი, თან პირდაპირ შუბში. ხო არ გონია ეს სასწორივი დიპლომატიურად რბილად გეტა, აპა, პირდაპირ შუბში თან ჯიუტი საოცრად, წყენა თუ დაიმახსოვრა, მერე სამაგეროზეც იფიქრებს და სამაგერო შეიძლება გადაუხადოს 10 წლის მერე, როცა არავის არ ახსოვს. ამას ახსოვს. ამიტომ აქ დიდი სამუშაო გაქვს ჩასატარებელი, რომ აი ეს უარყოფითი თვისებები მერე არ გახდეს კონფრონტაციის, კონფლიქტების სერიოზული საფუძველი. იმიტომ რომ მორიელი იმახსოვრებს წყენას, არ გეგონოს შენ რომ არ შეიმჩნია და არ ახსოვს, აპაპ.
არამს თუ ახსოვს 10 წლის მერე გაგახსენებს. შეიძლება გეგმავდეს შურისძიება. შურისძიებაში დიდოსტატია. მოდი ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ აქ დიდი პასუხისგებლობა გაქვს ამ ამბავში. შარში. 12 ზოდიაქოს ნიშანი ყველა მშობელმა უნდა იცოდეს. ბატონო მიხეილ, თუ შეიძლება კითხვით და აქეთ-იქით ცალკეული ნიშნები და ზოგადი მიმოხილვასავით რო გავაკეთოთ 12-ესი თუ არ გაგვიბრაზდებით და თუ არის შესაძლებელი ბავშვების ну, მოკლედ რო ვთქვათ, მოდი ესე ვთქვათ, პირველ რიგში ესე იგი, აი ვერძით რო დავიწყოთ, ძალიან დიდი ენერგია აქვს. ბუნებრივი ენერგია აქვს ამბობს, ამიტომ რაც შეიძლება მეტი სპორტი, ვარჯიშები, თან როგორი ტიპის სპორტი უყვარს, იცი, მაგალითად, სროლა, მაგალითად, ავტომოტო, დაუშვათ ესეთი სპორტული შეჯიბრებები, ან დაუშვათ კრივი, კარატე, აი მათ ესეთი საბრძოლო ხელოვნებები, რასაც ქვია, ხო? ესეთი, ეს ბალეტი და ეს მაგათ საქმე არ არის. მეხვდით? მებრძოლია სულისკვეთები და ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ უცებ იცის აფეთქება. აი შეიძლება ხა გაგიჟდეთ იმაზე, რომ შეიძლება უცებ ხმას აიწიოს და იყვიროს. მეხვდით, რომ იტყვით, რომ როგორ მამას რას უბედა უკაცო აქ ხმას უწევ. ეს ყველაფერი უნდა უთხრათ კასაგები ტონი და არა ჩხუბილში გადასვლით. ანუ მან და იგრძნოს, რომ თქვენ ავტორიტეტი ხართ, მაგრამ თქვენთან ზედმეტი ტონი არ შეიძლება. ეს თუ უნდა მანავე ციგეზოში. ბავშვებთან, ხო? მაგრამ რადგან აგრესიულია, შემტევია, პლუს სულსტრაფია, უკიდურესად ჯიუტია და ბუნებით არის დიქტატორი. სამი ნიშანი ყავს დიქტატორი. ეგოისტი დიქტატორი, ლომი, ვერძი და მშვილოსანი. ამათთან გაქვთ სამუშაო, რომ ეს თვისებები, ეგოიზმი, მე აი ეს მომენტი აქვს ეგოისტური. ყველაფერი მე, მომიტანეთ მე, წყალი მომიტანეთ მე, დედებს ვეუბნებ ხშირად. აი ეს სამი ნიშანი ყავთ ბიჭები, არ შეაჩვიოთ ბავშვობიდან. გეტყვის მომიტანე წყალი შენ თვითონ წადე აიღე. არ შეაჩვიოთ, თორემ მე უკვე ბრძანებლური კილო უჩნდებათ. მე ამას ვერ გამოასწორებთ. ამიტომ ეგოიზმი, დიქტატურა, სულსტრაფობა, მე ყოველთვის მართალი ვარ, ეს მათი პრინციპია. და აქედან გამომდინარე, მე თრგუნავენ სხვა ბავშვებს ეზოში. აი ამაზე გაქვს სერიოზული სამუშაო, მაგრამ სამაგერო ძალიან ვაჟკაცურები არიან. უშიშრები არიან, მებრძოლები, კარგი ორგანიზატორები, თავისი ხასიათით და ოპტიმისტები, ბუნებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამივეს აქვს ძლიერი ნერვული სისტემა. სამივე იღებს საკუთარ თავზე სიამოვნებით პასუხისმგებლობას. აქ თქვენ ბევრი სამუშაო ამ კუთხით არ გეკნებათ. ის უკვე ბუნებით ლიდერია ბავშვობიდან. პატარა ხელშეწყობა გინდათ ხოლმე იმისთვის, რომ სწავლით და რაღაცებით ეს თავისით ისევე სპორტში არიან ძალიან კარგები. სამივე ეს ნიშანი, ხო? მაგრამ აი რა აქვს მინუსი კიდევ. ლომს და ვერც განსაკუთრებით, სიზარმაც. ზარმაცები არის, აი ლომი ბავშვი როცა ხშირად მეუბნება, როცა უკვე პრივატულ საუბარში ვარ, კაცო, აი რატო გავაკეთო? მე ხო ვიცი რომ შემიძლია. ჩემთვის პრობლემა არ არის. და რატო შევიწხო თავი? მეზარება რა. და რატო მაწვალებთ? ორივე ჩემი შვილია. ვერძიც ყავს და ლომი. ხო, მივხვდით, ამიტომ ეს დეტალი აქვს სამუშაო, უნდა აუხსნათ, რატო ეს საჭირო. ვიცი რომ შეგიძლია, მაგრამ უნდა გააკეთოთ, უნდა ჩემი პატივისცემით. მივხვდი? აი უნდა აიძულოთ, რომ ადგეს გააკეთოს და არა ის რომ მან იცის რომ შეუძლია და მაგარია. იცის, მაგრამ ამის გამო არ გაკეთება, ეს უკვე ნიშნავს რომ ხელს შეუშლის მე ცხოვრებაში ყველაფერში, სწავლაშიც ხელს შეუშლის და ურთიერთობებშიც, ხო? ეხლა რაც შეეხება ეს ცეცხლის ნიშნები. რაც შეეხება ახლა მიწის ნიშნებს, კუროთხისკა და ქალწული ყველაზე ადვილი გასაზრდელი ბავშვები არიან. აი მეტად რომ შინაგანად შვიდები, ორგანიზებულები, დისციპლინირებულები და იციან ყოველთვის რა უნდათ. პრაგმატული აზროვნება აქვთ. საჭიროა მხოლოდ თქვენი ხელშეწყობა იმ კუთხით, რომ აი ასწავლოთ, ისწავლოს, კულტურა ჩადოთ მასში, ხელოვნებასთან დაახლოვოთ, მაგრამ ნუ ქალწულმა შეიძლება საერთოდ გაგაგიშოთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად მოწესრიგებული. ეს ნიშანი, რომელიც ადგება დილით, თქვენი თქმა არ უნდა გაასწორებს საწოლს, ყველაფერს მოაწესრიგებს. აი, დიდივით იქცევა, დღისკაცაც ეს მომენტები აქვს. თქვენ არ ჭირდებათ ახსნა, რომ უნდა ისწავლოს და გაკვეთილები მომზადოს. უთქვენოთ იცის, ამას თვითონ გააკეთებენ. მივხვდით? მაგრამ რა აქვს ახლა ცუდი ამ სამივე ნიშანს, სამივე ჯიუტი. მივხვდით? და ამიტომ აი, გეტყვიან არა. აი კუროს კიდე რა პრობლემა აქვს. აი მაგალითად გეტყვით, დაუჭერით ვაშლი. მიუტანეთ, ხო? და კურო რას გეტყვის? არ მინდა. ხო, რა უნდა ქნათ? უკან კი არ უნდა წაიღოთ. ის უნდა დაუტოვოთ. ხო, კარგი, არ გინდა უთხრათ, მაგრამ იყოს
5 წუთში აფერქნა. აი ესეც სიჯუტე ამ სამივე ნიშანს ახასიათებს. ამიტომ ისწავლეთ სწორი მოქმედება. უკან არ წაიღოთ, დატოვეთ. იმას უნდა, მაგრამ ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო გუშინ სახლში ჩემთან. ხო და ვიტყვით, ზოგადად იცი. ჯიუტები რადგან არიან, მე საკუთარ თავს ვერ უხსნიან. რატო ამბობენ არას? ამ დროს უნდა, მაგრამ უნდა გითხრათ არა. აი სიჯუტე სამუშაოა, სერიოზული და ყუროს იმ ორი ნიშნისგან განსხვავებით ცოტა სიზარმაცე აქვს. ამიტომ სიზარმაცესთან მუშაობა, რომ ცოტა მეტი ივარჯიშოს, ირბინოს და აშენო. ქალწულს თხის კაც ეს არ ჭირდება. შრომის უნარიანობა აქვს არნახული. ესმით? ეხლა მესამე კატეგორია ეს არის ჰაერის ნიშნები, ტყუპები, სასტური და მერწყული. ეს ტვინის ნიშნები არიან. თუ ესეთი ბავშვები ყავთ, აუცილებლად წიგნი ხა წიგნი ყველას სჭირდება რა თქმა უნდა, ამადგან საკუთრებით მნიშვნელოვანია. ყველანაირი ჟურნალები, წიგნები, საგანმანათლებლო სისტემა, იმიტომ რომ ამათი ტვინი მუდმივად სვავს კითხვას, რა, რატომ, საიდან, როგორ, აი ეს რო იქ რა მოხდება, ამათი, მოდი ასე ვთქვა, სათამაშოები ყოველთვის დაშლილია. რატო? რა ინტერესებს რა მექანიზმია მე არ დამეწყვეტ ჩემ მეგობრის შვილმაგაც 5 წლის იყო ტყუპები მაშინ ეს კომუნისტების დროა ვისაც გახსოვთ დადიოდა ადრე თბილისში ტროლეიბუსები იმამ თხოვა ტროლეიბუსის მუშაობის პრინციპი კაცო ამეხსნა მისთვის 5 წლის ასაკში აი ეს ჰაერის ნიშანია ამიტომ უნდა იყოთ ახლა ჰაერის ნიშნებთან ურთიერთობა ადვილი არ არის რა კუთხით თქვენ უნდა იყოთ საკმაოდ განათლებული ესეთი კითხვა შეიძლება დაგისვათ, რაც არ იცით და თქვენ თუ არ იცით ტრისას, თქვენი ავტორიტეტი მის თვალში უკვე ნულის ტოლი ხდება. ამათ უყვართ ინტელექტუალურად დახვეწილ ადამიანს, რომელსაც მრავალფეროვანი ინფორმაცია აქვს და თქვენ დაუჯდებით და ბევრ საინტერესო საკითხებს მოუყვებით. აი, დაწყებული დაუშვათ გულივერის მოგზაურობიდან, დამთავრებული ტექნიკა, მექანიკის, აი ამ წეკრანის მუშაობის პრინციპით. ამათ ყველაფერი აინტერესებს. უამრავი კითხვები, უამრავი, მათ შორის ჩამჭრელი და პლუს ამას გაითვალისწინეთ ამ ნიშნების გაჩერება ადვილი არ არის. ყველაფერი აინტერესებს, ყველგან უნდა შეძვრეს 2 წლის ასაკიდან, ყველაფერი უნდა გახსნა შიგრადებს, როგორ, რანაირად, რა პრინციპით, არნახული ცნობის მოყვარეობა და ხშირად ამ ნიშნებს განსაკუთრებით ტყუპებს ეუბნებიან, რომ ცოტა ხანი გაჩერდი რა, დამარსვენე. იმიტომ რომ სუჩიკჩიკება სულ რაღაცას სულ რაღაცა არის და აუ ჩუაზე არა მithumetes თუ სახში ახლა მამა არის თხის რკა რომელსაც უყვარს სიმშვიდე და ამ დროს ტყუპები ყავს სახში ხო და ჩუაზე გადადგება იმიტომ რომ ის სულ აპარაკობს ამას კიდე უნდა ცოტა ხანი მე ხვდეთ უკვე ესეთ მომენტები ხდება მაგრამ სხვა მხრივ გასაზრდელები ძალიან ადვილები არიან არა ესენი არა ესენი მიწის ნიშნები მაგრამ ამათთან ძალიან დიდი ყურადღება საჭირო განსაკუთრებით პატარაობისას აი 2, 3, 4, 5 წლის ასაკი. აუ, თუ სახში სიმშვიდემ დაისადგურა, სოსის სიგნალი უნდა ჩართოთ სასტრაფოდ, ესე იგი რაღაცა საფუჭებს. რაღაცა ხდება. იმიტომ რომ ესენი სულ ან ღერიან, ან მოძრაობენ, ან სულ რაღაც ამათი ხმა ისმის, რაღაც ლაპარაკობენ, დეკლამაციები აქვს და ასე შემდგომ, მაგრამ თუ გაჩერდა რაღაცას მამოძაღლობს განსაკუთრებული ყურადღება ესმით მაგრამ ნუ ასეთ ბავშვებთან არ მოიწყენთ ძალიან კონტაქტური ადვილად შედიან სხვა ბავშვებთან ურთიერთობებში ეს ზედმეტი კომპლექსები აი გამათ არა აი მიწის ნიშნებს შეიძლება უფრო კონდეს თხის კაცკაცზე ადვილად კონტაქტში შეიძლება უცებ ვერ შევიდეს მაგრამ ესენი ჰაერის ნიშნები უპრობლემოდ მეგობრები ყავთ ყველას იცნობენ იმიტომ რომ გინდა არ გინდა ესეთი აქტიური კონტაქტური ნიშანია კარგი ორატორული მონაცე ტვინი მახვილი ძალიან კარგად აზროვნებენ ამათთან არ არის საჭირო ორჯერ გამეორება და სამჯერ იმიტომ რომ როგორც კითხვი დამთავრებული არ აქვს ამან უკვე იცის შეიძლება პასუხი მოგცეს ეგრევე და მე შეიძლება გაუწყე რომ კაცო მაცვალე დამამთავრებინე და არ გამთავრებინებს იმიტომ რომ მან უკვე იცის რით დაამთავრებ და რადგან მოუთმენელები არიან ამიტომ უნდა სწრაფად შემდეგ თემაზე გადახვიდე საი ჰაერის ნიშნებთან ძალიან ძნელია ზღაპრების მოყოლა სანამ დაიწყებთ იყო და არა ის უკვე შემოტრიალებ იმას უკვე აღარ აინტერესებს რაც შეიძლება მოკლედ სწრაფად ლაკონურად ესაუბრეთ მაშინ იქნება პირდაღებული მაგრამ როგორც კი თქვენ აი ხა სტუდენტებთან ეს აპრობირებული მაგ დაიწყებთ ნელა საუბარს ხო
ორჩა ის უკვე ზურს და აბარა იმან უკვე იცის დაახლოებით როგორ წავა სიუჟეტი და სერს ანამ იქამდე ვიყოთ ის 9 რამეს გაიგებს კიდე იქ მეგობრებისგან და ვიღაცეებისგან მე ხვდით დროს არ დაგარგავს ამიტომ ეს სპეციფიური ჰაერის და წყალი რაც შეეხება წყალს აქ ჩვენ განსხვავებები გვაქვს პატარა როგორი მორიელი კერჩხები თავზები გვანან ერთმანეთს მორიელი ცოტა განსხვავებულია მორიელი არის მეომარი უშიშარი მეპრწოლი ძალიან ძლიერი ხასიათის და ფსიქიკის მატარებელი და ამიტომ მორიელთან სხვანაირი მუშაობა საჭირო ანუ რა ბავშვობიდან უნდა აღმოიფრას ეჭვიანობა უნდა აღმოიფრას სიჯიუტე არნახულა ჯიუტია პლუს წყენის დამახსოვრება და სამაგიერო სურვილი აი მე მაგას რასი ზამიცი ეს მის საყვარელი ფრაზაა და არ გეგონოს რომ ყველა სიტყვას აფრქვევს არა ეს გამკეთებელია ოღონდ მე გვიან იქნება მე მშობელი იტყვის რომ აი იმა ხო თქვა ხო გამაფრთხილა მაშინ რეაქცია რატო არ მევეცი მაფრთხილად ბოღმიანი წყენიანი ნიშანია სამაგეროს გადახდა იცის საშინელი ამიტომ ამ თვისებებზე იმუშავეთ მეტი სიყვარული ჩადეთ მოყვასისადმი სხვა დამოკიდებულება მასში და მაგრამ ისე როგორც ლიდერი ხელმძღვანელი ორგანიზატორი ძალიან კარგია ბევრ რამეში თქვენი დახმარება არ დაჭირდება იმიტომ ძალიან დამოუკიდებელია და ძირითადად თავისი შრომით ნებისკოპით ცოდნით ახსოვს წარმატებას ზე ინტუიციურია მორიელმა ბავშვმა მithumetes გოგომ თუ რაღაცა გითხრათ აი მოდით რა იქ არ წახვიდეთ რა რაღაცა გთხოვათ აუცილებლად დავუჯეროთ ის გულით გრძნობს რომ რაღაც ცუდი ხდება ოღონდ ვერ აგიხსნით და უმრავლეს შემთხვევაში ზუსტად ურტყავს ამიტომ მორიელი ბუნებით არის გამომძიებელი ამიტომ გამომძიებელთა უმრავლესობა მორიელია რატო იმიტომ რომ სიუჟეტის გაგრძელება ზუსტად გრძნობს ოღონდ ლოგიკურად ვერ აგიხსნის მაგრამ ზუსტია გადაწყვეტილებას თუ გიწონებს ეგეც ინტუიციურია აბარა თუ მოგიწონა ესე ჩათვალე რომ წყალი არ გავა მორიელმა ტყუილი არ იცის თან არ უყვარს ტყუილი ერთხელ თუ დაგიჭირა ტყუილზე რეიტინგი წაშლილი გაქვს არ გაპატიებს არასოდეს და კერჩხიბებმა ზოგჯერ იცით ტყუილი და ამიტომ გაფრთხილებ მორიელ გოგოსთან ტყუილია ყურობ რომ გაპატიებს მორიელი არა ამიტომ არ აბსოლუტური გამჭვირვალობა უნდა იყოს ამ კუთხით ამიტომ სამუშაო ბევრია მორიელთან მაგრამ სამაგერო ძალიან ძლიერი იზრდება ძალიან დამოუკიდებელი და ხშირად აღწევს სერიოზულ წარმატებებს თავისი შრომით ნებისკოპით მოთმენებით და შრომა მართლა მაგარია კი რა შეეხება თევზებს და კერჩხიბებს აქ ცოტა სხვა დეტალია ეს არიან ყველაზე ემოციური, ყველაზე მგზნობიარე, ყველაზე რომანტიული, სენტიმენტალური ნიშნები. ამათთან უნდა იყოს მშობელი ძალიან ფაქიზი, ძალიან რბილი ურთიერთობებში, ძალიან დიპლომატიური, იმიტომ რომ პატარა აი ესეთი ცუდი სიტყვა კი არა, აი პატარა გამოხედვა ესეთი, ხო? შეიძლება ცრავლები მოადგეს თვალებს, ორივეს. ეგრევე განიცდიან. ესმით მე სტუდენტებთანაც ვიცი პატარა ხმას რო აუციო თევზებთან ცრემლები მოსდის და რაც იცოდა ავიწყდება ვეღარ პასუხობს მე ხვდით რა ხდება ითრგუნება ეგრევე ამიტომ მათთან არის დიდი სიფაგიზე საჭირო იმიტომ რომ მეორე ძალიან გულმოწყალია ერთიც და მეორე შინაგანი ბუნებით ბევრი რამ ეცოდებათ ეხლა მაგალითად ესეთ შეცდომა არ დაუშვათ მათთან რომ აი მაგალითად რაც მე ბავშვობაში მქონდა ნანახი და ძალიან ძიმე ტრაუმით მოვდივარ დღემდე მაგალითად მე მიყვარდა ერთი მამალი სახლში ქონდა ესეთი საკათმე სოხუმში ვცხოვრობდით ადრე და ვესაუბრებოდი ხო რომ დამენახავდა მორბოდა ჩემთან პატარა გოჭი ყავდა ისიც მორბოდა და ჩემ თვალწინ გააძრეს ტყავი ესმით და როგორ ყვიროდა ეს გოჭი ხო მახსოვდა მე ხო ვერ უშველე და მე ასტრონავტში მაგერჩხები შეგნეთ კი ვარ კურო მაგრამ გარეგნობის ნიშანი და შიდაბუნების კიდე ერთი დამხმარე ნიშანი მაგერჩხები მე ეს ისე განვიცადე და იმათმა ჭამეს არაფერი ხო მოელხინეს და ჰუმანურ იდეებზე ისაუბრეს ხო მაგრამ მე ხო ეს მახსოვს ბავშვობიდან ხო არ და იმის მერე მე ხო ხორცს ვერ ჭამ საერთოდ არა როგორ გეკადრება ჩემი საუკეთესო მეგობრები თვალწინ მომიკლეს იმ ხორცს შევჭამ მე გამორიცხულია და ამიტომ ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება მაქვს დღემდე ცხოველებისადმი მაქსიმალურად ვეფერები მათ ვესიყვარულები იმიტომ რომ ის ურთიერთობა დღემდე მახსოვს ამიტომ ესეთი რაღაცა თქვენ რომ გააკეთოთ ვერძის წინაშე ან მორიელის წინაშე პრობლემა არ არის არ ესიამონება მაგრამ ამას ადვილად ამოიგდებს მე თავიდან თევზები და კერჩხები არა ეს არ გააკეთოთ მათ წინ მთელი ცხოვრება მოაქვთ ეს მე ეს მათი დარდია, იმიტომ რომ ძალიან ემოციური ნიშანია, გესმით?
ძალიან აფასებენ სიცოცხლის. და ეს მომენტი არ გააკეთოთ, იმიტომ რომ ვითომ არაფერი უფროსისთვის, მაგრამ იმისთვის ძიმე ტრავმა ესეთი ბავშვისთვის. სამაგიეროდ ატარეთ, რაც შეიძლება მეტად ხელოვნებას. დიდი პოეტები, დიდი მსახიობები, დიდი შემოქმედნი ყველა სფეროში, თევზები და კირჩხიბი გვაძლევს ყველას დიდ რაოდენობას, გენიოსების და ხელოვნების ვაჟა-ფშაველა. ეხლა კირჩხიბი რო არ ყოფილიყო, როგორ გაიგებდა იმ სიტყვებს, რომელიც მოდის ბალახიდან, ამ მცენარიდან, ამ ბუნებიდან, ხო? სასწაულად ფაქიზი ნიშნები არიან, ვიმეორებ, ამიტომ მათთან განსაკუთრებული ფაქიზი დამოკიდებულება მშობლების მხრიდან. მაგრამ ხა წარმოიდგინეთ, მამა ყავს ლოთი, ან ნარკომანი, თან ვერძი, ესმით, რომელსაც ეს დამოკიდებულება სულაც არ აქვს ცხოვრებისადმი, რა დღეში ხდება, რა დღეში ვარდება ეს ბავშვი, ხო? ამიტომ დეტალები ბევრია, ეს მოკლე ესეთი კონცეფცია ნიშნების და მიხედვით, მიხვდით? ბავშვობაში დანახვა და განცდილმა იმ სტრესმა იქამდე მიიყვანა საქმე, რომ დღემდე ხორცს. არა, რას ამბობ კაცო. აბსოლუტურად შემეზიზღა ეს ყველაფერი და ცხოველებისადმი იცი რა ფაქის დამოკიდებულება მაქვს. სადმე რამე რომ დავინახო, რომ ვინმე აწვალებს ცხოველს და თან თუ წივილი კივილი გავიგე, ან კატის, ან ძაღლის, აი ეს კურო მეხსნება. მე მტრისას ერთხელ კახეთში ნახე ესეთი რაღაცა, გაგიჟნენ, კაცო, რა დაგემართაო? ადამიანი აღარ ვიყავი. მე ვიქცევი რაღაც სხვა ადამიანი, რომელსაც შეიძლება იმის გამო ის ადამიანი შემოაკვდეს. მე ხვდით რომ როგორ კაცო შენ და მე არ დამავიწყდება რომ საოცარი ციკანი იყო, გესმის, პატარა თამაშობდა უხალ და უცებ მეორე წუთს ვიგებ რომ გამოაჭრეს კისერი რიგაცოს ხედავს საწოდა გდიაც და ის მეუბნება ვინც ეს გააკეთა რომ ახლა ამას შევჭამთო ჩვენო ამას ეს ხვერპლად შევწირეთო ჩვენო და ჩემი ცხოვრება შეიცვლებაო. მეოთხარი რა იდიოტიც იყავი ის იდიოტი დარჩები და უარესი კიდე და სხვათა შორის კიდე უფრო გაუარესდა მისი ცხოვრება მერე. როგორ მეოთხარი ცოცხალი არსების დახოცვა ვის უხარია უფალს? თუ შავძალას ვინ შექმნა ეს უფალმა ხო და მას უხარეო რომ შენ კისერს გამოჭრი? მერე დაიწყო ცოტა აზრზე მოსვლა ფიქრი ცხოვრების ბოლოს სისხლიანი შენაწერი უფლისადმი იყო მაცხოვარი. იმის მერე სისხლიანი შენაწერი ძველად თქმაში იყო ახალად თქმაში სისხლიანი შენაწერი ახლა ცხარი შევწირა არ არსებულია ქრისტიანულადაც მიუღებელი. ხომ არა გრძელდება ჩემო გარმა გრძელდება ბოლო პერიოდამდე ეგერ ელიას მთაზე დედოფლის წყაროში 2 აგვისტოს დაბრძანდით რა ეხლა კიდე ბოლოში კიდე ცოტა არაუშავს მაგრამ ადრე პირველად რო ჩავედი და რო დავინახე ის მთა მთლიანად იყო სისხლიანი წითელი იყო ცხერებს შეწირვისგან და ეს ხდებოდა 10-15 წლის წინ. არა, ახლა დარწმუნებული 2 აგვისტოს ახლა იგივეობასაც იგივე მოხდა. ხო, ნუ ახლა ეს არ შეიძლება, ხო? ჰუმანიზმზე ვდებთ თავს, ხო? ჰუმანისტები ვართ, რას ქვია ჰუმანიზმი? ცხოველი აბა რა არის ბიჭო? უფლის საოცარი სიცოცხლით ახსოვს ეს ციკანი როგორ თამაშობდა, როგორ დამოიწყდება მე ეს. სიცოცხლით სავსე იყო გამოაჭრეს ყელი, რატო რომ მე უკეთესად ვიცხოვრებო ამის მერე. რის გამო კაცო იმის სიკვდილის გამო? აი ესეთი აბსურდები უნდა დამთავრდეს ერთხელ და საბოლოოდ ჯერ კიდევ სოფლებში ეს ადგილებში ეს არის. ნუ ახლა ჩვენ ცოტა სხვა თემაზე გეხვეწები, რაც რეპლიკა თუ არ ვიცი რა ქვია, უფროსების დაუფიქრებელმა, გაუაზრებელმა საქციელმა შეიძლება ბავშვის გონება, შეგნება, ყველაფერი აი ეს თავდაყირა დააყენოს და შეცვალოს რადიკალურად და დაუნგრიოს ყველაფერი ადამიანური. მაგიტომ მართლა მშობლებს ძალიან ბევრ რაღაცას ბავშვის თანდასწრებით მithumetes დაფიქრება. და იმიტომ ვაკეთებთ მამების დროს ლადო რომ ზუსტად აი ესეთ საკითხებზე ვისაუბროთ. მე იცი რა, მე ვუკვირთ ეს ბავშვი რატო გაიზარდა ესეთი? რატო ემეთო რომ იმან უკვე ჩაიბუდა ბავშვობიდან წყენა, ჩაიბუდა ის რაღაცა შიდა კომპლექსები გაუჩნდა ამის შედეგად, რაღაცა ტკივილი მიიღო და მე ამ ტკივილს ხო უნდა გამოშვება, თუ მან ვერ იპოვა სხვა ფორმები, როგორც არის დაუშვათ ხელოვნება ან სპორტი და ამით არ გამოუშვა ეს დაგროვილი ორთქლი, ის გამოუშვებს მე ვიღაცის ცემით ვიღაცის დაუშვათ ცისთვის ცუდი რაღაცის გაკეთებით და ვერ ხვდებით რატო გახდა ესეთი რა დაემართა ამიტომ რა იმ ენერგია მიმუშავა ის ჩაიბუდა მაშინ უბედურება ისეა თვითონაც ვერ ხვდება ალბათ ის ბავშვი რატოა ასეთი მაგრამ იმ რაღაცამ გავლენა მოახდინა და მოკლედ აი თევზების სხვა შორის ბავშვი გვაძლევს ყველაზე დიდი რაოდენობით ნარკომანებს და ლოთებს ამიტომ რატო იმიტომ რომ ძალიან ემოციურია ძალიან გზნობიარეა და მისი ჩართვა ამ სფეროში ადვილია აი იცი რა ხათრიანია აი ბიჭებთან ერთად მოხდა ეზოში, ხო?
და ბიჭებმა უთხრეს, მოდი რა, ეხლა რაღაცა მოვწიოთ, რაღაცა აკეთი. ხო და ეს ხათრის გამო ვარს ვერ ეუბნება, იმიტომ რომ იცის, რომ მაშინ დასცინებენ ეს ბიჭები. რო არ დასცინან, მოდი რა, ავყვები ეხლა ამათ, მაგრამ უბედურება რაშია? მე ის ყველა ანებებს თავს ამას და ეს ვერ გამოდის. მიხვდით, ამიტომ მშობლებს ყოველთვის ვეუბნები, როცა თევზე ვიყავთ ბიჭი. ყოველთვის ყურადღება მათ შორის სხვა ბიჭებთან ერთად რა ხდება და ვისთან მეგობრობს. თორემ მისი ჩათრევა ადვილია და ამოსვლა ამერიკიდან ძალიან ძნელია. მეგდით რა დეტალი. ბატონო მიხეილ, ბავშვების ზოდიაქოზე ვისაუბრეთ ზედაპირულად. თუმცა კითხვა მინდა დაგისვათ. ჩვენი YouTube არხი გავაკეთეთ 2024 წლის 19 აპრილს. გადაცემა გავიდა პირველი, მანამდე გქონდა არხი, უბრალოდ არაფერს არ ვაკეთებდით და პირველი გადაცემა გავიდა 24 წლის 18 სექტემბერს. 18 სექტემბერს. 19 აპრილს დავიბადეთ, ასე ვთქვათ, 18 სექტემბერს. ნუ დაიბადეთ ვერძის პერიოდში, ვერძი კარგია, ამიტომ რომ პირველია ზოდიაქოს ნიშნით, უყვარს პირველობა, დასაწყისი ყოველთვის ვერძის არის, კარგად იწყებს ნებისმიერ საქმეს, ამიტომ ამ ხრივად ცუდი არ არის, იმიტომ რომ ვერძმა მოგცა საწყისი იმპულსი საქმის დაწყებისა. და კარგია ის, რომ 18 სექტემბერს გამიტარდა, იმიტომ რომ ქალწულის პერიოდია. ქალწულს არის უფრო მეტი სტაბილურობა, უფრო მეტი საშუალება იმისა, რომ ეს დაწყებული იმპულსი უფრო სტაბილურად გაგრძელდეს შემდგომ. ამიტომ ამ ხრივ ცუდი არ არის უდაოდ. ნებისმიერ წყლის სისტემას, სხვათა შორის ღვინის ტუმბოები აქვს, თაფლის, ხო სწორად? თაფლის და ხო, ჭისთვის, ჭაბურღილისთვის, სარწყავი ტუმბოები, ყველანაირი ტუმბო აქვს, მოკლედ პროფესიონალი ხალხია. და სახელობითი ღვინო გამოგვატანეს თქვენთან. მადლობა დიდი. შეგიძლიათ მიირთვათ? მადლობა დიდი, ჩემო კარგებო, არა საჩუქრები მივიღე და მადლობა ყველას ამ საჩუქრებისთვის და მეც ბევრი რამ მეჩუქებინოს კიდე მათთვის. თავი იმედად საინტერესო საუბარს გჩუქნით. არა, ნუ იცი რა, ახლა ეს ისე თემა არ შეიძლება ხა ამ თემაზე ადამიანმა, იმიტომ რომ ეხა განცდები მეც ყველა ვიყავით ბავშვები, ხო? გარკვეული განცდებიც ჰქონდა, სიხარულიც ჰქონდა, შეყვარებაც ჰქონდა, 1000 რაღაცა, მშობლის მოქმედებებიც კარგად გვახსოვს, იმიტომ რომ ბავშვი ძალიან პაკიზი ნატურაა და ახსოვს ბევრი რამ. ეხლა კაცმა შეიძლება თქვას, რომ რატო არ დაგავიწყდა ის, რაც მოხდა, ხო? მაგრამ არა, ძალიან ბევრი რამ დეტალი მახსოვს. შეიძლება ის ვერ გავიხსენო, ერთ კვირის წინ რა იყო ახლა. მაგრამ ის ემოციური დეტალი ბევრი მახსოვს, მე ხვდი და რამ როგორ იმოქმედა ჩემზე. აი ეს დამნიშნულია, ამიტომ ეხლა მე ვთვლი, რომ იგივე ეს ჩვენი საუბარი არის დამხმარე იმისთვის, რომ მშობელი ჩაფიქრდეს თავის მოქმედებასთან დაკავშირებით შვილთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე გაითვალისწინოს, რომ ეს არის ცოცხალი არსება, სული, უფლის სული, მოსული, დაუშვათ მშობლის მეშვეობით, მაგრამ ის არის ცალკე ინდივიდუალური სული, თავისი კარმული განვითარებით. ეხლა გეტყვით კიდე ერთ დეტალს ამასთან დაკავშირებულს, რომელიც ქონის პრობლემებს და რასაც მე ხშირად ვაწყდები. აი ხა წარმოიდგინეთ, ჩემ თავზეც შემიძლია ეს თქვა, რომ უფრო გასაგები იყოს. აი მაგალითად, მშობლები ორივე მყავს ექიმები. ყავდა უბრალოდ აღარ ყავს ღმერთმა აცხოვროს, იქ კარგად იყვნენ სადაც არიან, მაგრამ ორივე იყო ექიმი. და ნუ ცხადია, ჰქონდათ სურვილი, რომ მისი ბავშვიც ყოფილიყოს ექიმი, ხო? გაგრძელებული იყო ტრადიცია. აი ეს შეიძლება, თქვენი აზრით, თურმე არ შეიძლება. და ასტროლოგიამ ეს მაჩვენა არაერთხელ. მათ შორის პირველი ჩემ თავზე. რატო? მე ხო ეს ადრე არ ვიცოდი. ვიყავი აყოლილი ამ მშობლებს, რომ კარგი, მოდი წავიდეთ, რახან თქვენ ესე გინდათ, მედიცინა პრინციპით ცუდი არ არის და რატო არა, ხო? ხო, ნუ ერთხელ ჩავიჭერი სამედიცინოზე, მაშინ მძიმე პერიოდი იყო სხვა შორის, დავასახელებ ვინ ყავდა რექტორი და რა ხდებოდა აქ. მეორედერ ჩავიჭერი, მე სხვა შორის დავფიქრდი, რომ ეს შემთხვევით შეიძლება არ იყოს. რაღაცა სამყარო არ მიშვებს. ხო? და მე უკვე როცა ასტროლოგია, მე უკვე სხვაგან შევაბარე. ნორმალურად. მაგრამ წავედი ბიოლოგიის გზით, ბიოქიმიის, მეცნიერების და მშვენივრად. და საქმე რაშია, მე ვუფიქრდებოდი ამას არაერთხელ, რომ რა ხდებოდა, რატო წავედი ამ გზით. და პირადი ჰოროსკოპი რო შევადგინე, რა მიწერია, საექიმო სფერო ჩემი არ არის. გავწვალდებოდი საშინლად. ესე იგი ნახეთ, ეს რაღაც ფარველმა ანგელოზმა თუ რა გინდა დავარქვათ, მითხრა და მაჩვენა ამ სიგნალი მომცა, რომ აერთხელ ვერჩა, მეორედ ვერჩაობა. შემთხვევით ეს არ ხდება. ეს სიგნალია, დააუგდეთ ყური. სამყარო გელაპარაკებათ ამ დროს, ხო? არ არის ეს შენი. მე რა რომ მშობლებს უნდათ
მივხვდი და ვირადი ჰოროსკოპი მეונה იქ რო წავსულიყავ მე დავიღუპებოდი. უამრავი ფარული მტარი მეყოლებოდა და სულ ჭორები ინტრიგებში ვიქნებოდი და მერტ-მარკნას ვიღაცა შეუმაკვდებოდა კიდე ქირურგიით რო წავსულიყავი, ხო? შესაბამისად წავედი სულ სხვა გზით რომ მე ჩემთვის უკეთესი იყო და მე საერთოდ ჰოროსკოპმა რამაჩვენა რომ თურმე წარმატება სადამ აქვს. მაგ ჟურნალისტიკაში, ოღონდ ჟურნალისტიკა უნდა იყოს დაკავშირებული ეზოთერიკასთან, კოსმურ კანონზომიერებებთან. აი ჩემი წარმატების ფაქტორი, და როცა ეს მოვსინჯე, დარწმუნდი ამაში. ამიტომ აი იმ დროსაც ქონდა ჟურნალისტებთან ურთიერთობა, ოღონდ ახალგაზრდა სტუდენტებთან, ჟურნალისტიკის ფაკულტეტისა და ამას უხსნედი ყველას. ხალხო, შეიძლება მონაცემები გაქვთ, შეიძლება ეს თემა მოგწონთ, მაგრამ ის არ ნიშნავს, რომ აქ იქნები წარმატებული. ამი რატო ამიტომ საჭირო პირადი ჰოროსკოპი? პირადი ჰოროსკოპი გვიჩვენებს, სად გაქვთ გამარჯვების პლანეტა იუპიტერი და მფარველი ანგელოზი დაავადების მომენტში. ეს ორი ფაქტორი განსაზღვრავს რა სფეროში გაქვთ წარმატება. თორე შეიძლება ვაჭრობაშიც იმუშაო, პოლიტიკაშიც იყო და ეკონომისტიც იყო, მაგრამ იწვალე მთელი ცხოვრება იმუშაებ და არაფერი. და ამ დროს შეიძლება სხვა საერთოდ წიგნის არ კონდეს საკითხული და ისეთ სფეროში მოხდეს, რომ ეს მისთვის წარმატების ფაქტორია და გადასარევად აწყობს ყველაფერს, ხო? ამიტომ ვამბობ, სად არის ეს ორი პლანეტა? ეს არის მთავარი. იქედან მოდის გამარჯვება იმ პროფესიებიდან. ამიტომ მშობლებო, შვილებს ზედმეტად ნუაწვალებთ. მარტო ის თქვენ გინდათ ეს პროფესია იყო, შეიძლება მათი უბედურების პროფესია გახდეს ეს. ამიტომ უნდა ვნახოთ პირადი ჰოროსკოპი რა უნდა დღეს მით უმეტეს აუცილებელი არ არის ჩემთან მოსვლა. უკვე პროგრამებია ჩადებული, ტელეფონებშიც აქვთ ხალხს. იქ შეიძლება გახედოთ იუპიტერი და მფარველი ანგელოზი, რომელ ზოდიაქოს ნიშნებში ამოწერეთ მათი, ასე ვთქვათ, პროფესიები, წარმატების და ამ გზით წაიყვანეთ შვილები. ამ სფეროში გაცილებით მეტ წარმატებებს მიაღწევენ და ფსიქოლოგიურად არ დაინგრევიან და წარმატებულები შემდგარი ადამიანები იქნებიან. აი ეს დეტალიც ვითომ არაფერი მნიშვნელოვანია. მე კიდევ ერთი რამ მინდა უთხრა მშობლებს. ნუაწვალებ ჭამის დროს ბავშვებს. აი გინდა თუ არა მამაჩემს არ ესმოდა მაგალითად. სულ უნდა რა ხორცი მეჭამა. იმიტომ რომ ცილებია და გასაგებია, მაგრამ ბჭო იმ ტრავმის მერე რა ხორცი, რის ხორცი ეს ერთი ხო? მეორეც ერთი. ბავშვმა ყველაზე კარგად იცის ორგანიზმს რა უნდა. მოთხოვნა, აი ზოგი ბავშვი მაგალითად ჭამს კედლებს. კი. რატო? იმიტომ რომ აკლია ის ნატრიუმი, რაც არის იმ კედელში, ხო? ესე იგი ამ დეტალებს ყურადღება უნდა და არა ჩხუბი და არა რატო ჭამ ამ კედლებს. სწორი მიდგომაა საჭირო. მერე არის ბავშვთა კატეგორია, რომელსაც ბავშვობიდან მაგალითად არ უყვარს რა, ნიორი, არ უყვარს ხახვი, არ უყვარს პომიდორი, მაგრამ თინეიჯერულ ასაკს როგორც კი გადაცდებიან და ჰორმონალური ცვლილებები დაეწყებათ, ამას ყველაფერს გადასარევად მიირთმევენ. რატო? ორგანიზმი მათ ეუბნება, როდის უნდა ის და როდის არა. და ამიტომ ძალიან ვაწვალებთ. ან შანსი არის ხო ჩემს შვილს უფროს გოგონას არ უყვარს ყველა, არის შანსი რომ შეუყვარდა ეს. აუცილებლად, დამეჯერე. აგერ მე ჩემი გოგონა ვერ წარმომიდგენია. აგერ ჩემი გოგო კაცო ვერ იტანდა ვერც ხავს, ვერც ნიორს, ვერც პომიდორს, ბევრ ამის არ ჭამ. ეხლა თვითონ მეუბნება კაცო, რატო არ ჭამდი? უკვირს გესმის? ხო, ასევე დავუშვათ მუსიკა. მაგალითად, გაითვალისწინეთ, ეხლა ბავშვები უშვებენ ძალიან ჯაგიჯუგ სხვანაირ მუსიკას, რომელიც უფროსი თაობისთვის მიუღებელია. ხო? და მათთვის ჩვენი ეს სუფრული სიმღერები და რაც სასაცილოა. არ ყოფნით, მაგრამ დამიჯერეთ 21 წლის მერე ისინი აი ამას მოусმენენ სიამოვნებით და ის დაგიდუგი დავდება, მაგრამ ამის გამო ამათ ნუ ეჩხუბებით, ნერვებს ნუ იშლით თქვენ და მათაც ნუ იშლით ნერვებს. ეს ეტაპი უნდა გამოიარონ. გესმით, რომ მერე გადავიდნენ სხვა ეტაპზე და ამის გამო ნუ გააფუჭებთ ბავშვებთან ურთიერთობებს, ხო? მიშო, ის რა არის რაც ყველა ბავშვს უყვარს? გევრიელი, ნაყინი, ჩვენი მეგობარია ბატონო მიშა, კიდევ გურჯაანის ნაყინი. გადასარევი, კაცო გურჯაანის ნაყინი. ყველას რო ეს ემოცია გურჯაანის ნაყინი. არა, იმიტომ რომ მართლა კარგი იყო, გურჯა ყოჩა, ძალიან კარგი. ჩვენს გვერდით დგას უკვე 2 წელია ჩვენს გვერდით არის და ძალიან მიხარია რომ ასეთი სხვათა შორის პირველი გარღვევა ქონდა გურჯაანის ნაყინს, იმიტომ რომ ქართული ნაყინი კაპიკად არ ვარგოდა. ჩვენ დავდიოდით მოსკოვში, რომ გვეჭამა ნორმალური ნაყინი, მერე გაიხსნა უცხოეთი და მერე უცხოეთში მივირთმევდით და ჩვენ ერთ დღეს მოვიდა გურჯაანის ნაყინი, გავსინჯე, მე რო არ წამეკითხა რომ ეს გურჯაანი წერია, მე ვიფიქრებდი რომ ეს ან იტალიური ან რაღაცა ისეთია, პირველი ასეთ სერიოზული გარღვევა ნაყინებში
ევროსტანდარტის დონეზე იყო და რაც თავარია ხარისხს ინარჩუნებენ და დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო მადლობა მათ ამისთვის. მადლობა მათ. ერთი გული რადგან ხდება ძებნა მიწევს ხოლმე, თუმცა ძებნა ღირს პრინციპში, მაგრამ ყველგან არ არის. იმიტომ არ არის ყველგან რომ მალე იყიდება კარგი როა. არა, ერთის მხრივ კარგია, რასაც ეძებ, ის მერე ხო იცი გულიანად მიდის, მერე სხვანაირად ბრგებრიელია. მოკლედ მადლობა გურჯაანის ნახევარს. მადლობა, მადლობა. ბატონო მიხეილ, წერა ნახსენეთ ასეთი რაღაც დედები როცა მოდიანო შვილებზე რაღაცებს მეკითხებიან. რამდენიმე ნაწილიანი კითხვა გამომივა. ხო. მამები რამდენად ხშირად მოდიან შვილებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. უფრო მეტად რა პრობლემები აწუხებთ ხოლმე მშობლებს შვილებთან მიმართებაში და რაღაც ზოგადი რჩევა თუ არსებობს, რასაც აძლევთ ხოლმე და ჩვენც რო გაგვიზიაროთ. მამები ძირითადად ანკერჩხებიან თევზები თუ მოვლენ. დანარჩენებს არ აწუხებთ ეს დედები. ძირითადად დედებია, რასაკვირველია. მაგრამ აი ხო გეუბნები კერჩხები და თევზები ბევრ დედას ჯობიან. იმიტომ რომ სხვა დამოკიდებულება. მაგრამ პრობლემები არის ძალიან განსხვავებული, ჩემო კარგო. აბა როგორ გითხრა? იმიტომ რომ ჩვენ ახლა 12 ფსიქოტიპი დავახასიათეთ. ხო, აბსოლუტურად სხვადასხვა და ახლა თქვენ ახლა წარმოიდგინეთ, აი გაყავთ ოჯახში, ახლა ბევრი ბავშვი მოგცეთ ღმერთმა, მაგრამ ყავთ 4-5 შვილი. და აბსოლუტურად სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნები. ესე იგი თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა პასუხისგებლობა გაქვთ როგორც მშობელს, ამათ ყველას უნდა ინდივიდუალური მიდგომა და არა საერთო ტაშში მოხარშვა. გამორიცხულია, ამიტომ სხვა რეაქციებს მიიღებთ, მაგრამ ხო, იქ ყავთ იქვე სასტორია, იქვე კირჩხიბია, იქვე ვერძია და იქვე მორიელია. აბსოლუტურად სხვადასხვა მიდგომაა საჭირო და მშობელს აცალია ამისთვის. ჩერტი არც წალია და ბევრები არ ყოფნის, რომ ყველასთან ინდივიდუალურად მიუდგეს. ამიტომ რაღაც საერთო იმაში ხარშავენ ტრადიციულ ელემენტში და ნუ ვინც როგორც აღიქვავს იმის მიხედვით. იდეალურია ინდივიდუალური მიდგომა, იმიტომ რომ აღზრდა ვიმეორებ უმნიშვნელოვანესია. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ეს ფაქტორია ადამიანის ფორმირებას ნიშნავს, ხო? მაგრამ რადგან მშობელი სამწუხარო ჩვენთან ზოგი უსახსროთ არის, ზოგი სამსახურის გარეშეა, ზოგი ნერვები მოშლილია, ზოგი ავად არის, ზოგს რა ჭირს, ამიტომ მათი მიდგომა აბსოლუტურად სხვადასხვაა. და შესაბამისად, მოდი ასე ვთქვათ, რომ მე მაინც უბრალოდ ყველას მინდა და სხვა შორის ზოგიერთზე, რომელიც მოდის ზოგჯერ ფიქრობ, რომ ამა შვილი არ უნდათ. ეს მე და ზოგიერთი არც ბალავს ამოს. არ მინდოდა და გაჩნდა. და რა ვქნა ახლა ხო არ გადავარდი. ეგ სიტყვი მოგისმენია. კი, როგორ არა. სამწუხაროდ ეს ზოგჯერ მე ახლა უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ადრე შოკირებული ვიყავი ხოლმე, რომ რამდენი ოცნებობს და ვიცი რომ დადიან რეპროდუქციაზე, აუ, წვალობე რომ როგორმე და ზოგს ისე ეძლევა და მე რათ მინდოდა კაცო, სულ არ მინდოდა, მაგრამ ნუ რა ვქნა ახლა. ხო ესე იგი, იმდენაერი კატეგორიის ადამიანი მოდის, რომ შეიძლება მართლა შოკში ჩავარდეთ, მივხვდით, მაგრამ ეხლა უკვე მივეჩვეე, რომ ესეც არის, ისეც არის, ისეც არის, იმნაირიც არის და ჩვენ ახლა ძირითადად ვსაუბრობთ მაინც ნორმალურ მდგომარეობას, ნორმალურ მშობელზე, ხო? და არა ანომალიებზე, თორე ანომალიები მშობლებში ძალიან ბევრია, სადაც უამრავი ცემატყეპაა და უფრო მეცაც გეტყვით, სადაც ხიფათი არის, რომ და თქვენ იცით, რომ არის ეს შემთხვევები, როცა ან მშობელი ან შვილი კლავს ერთმანეთს. კი. ხო? ეს არის იშვიათი, მაგრამ არის, ხო? და ესეც ჩანს პირატუროსკოპში სამწუხაროდ და უმრავლეს შემთხვევაში ეს არის პირველი მშობლის არაადეკვატური საქციელი, დავუშვათ ზოგჯერ ლოთია, ზოგჯერ ნარკომანია და მეორე არასწორი მიდგომა შვილისადმი, რომელშიც მან ჩადო არაადამიანური თვისებები ბავშვობიდან, არასწორად აღზარდა, გააბოროტა და მე ეს დამთავრდა კატასტროფით, ხო? ასეთი მოვლენებიც რამდენიც გნებავთ. ამიტომაც რა გითხრათ, თემა არის ძალიან ფაქიზი, ძალიან მნიშვნელოვანი და მიდგომა საჭიროა, მე ვთვლი რომ ინდივიდუალურად. ამიტომ მე კი ძალიან მრავალშვილიანობის დიდი მოყვარული ვარ, მაგრამ ვიმეორებ, რომ თუ მშობელი თვლის, რომ მას არ აქვს თავი იმისა და შესაძლებლობები, არ უნდა გააჩინოს ბევრი შვილი. Però mere ვიღაცას გამოტოვებს ამ შვილებიდან, ის მერე ესე გაბოროტდება, რომ მერე საზღვრები მესვის და ძმას ვერ იტანს და ძმა დას. და როგორ ეპაექრებიან ერთმანეთს და მით უმეტეს თუ საერთო სახლი ვის დარჩება, ამაზე მერე სამდრო საცოცხლო ომი მიდის, თავდება სასამართლოები და უბედურებებით. არასწორი აღზრდის შედეგად.
მიხვდით? და ამიტომ რადგან მე ეს ყველაფერი ნანახი მაქვს, ამიტომ ყველას ვეუბნები. თუ თავი არა გაქვთ, პასუხისმგებლობას ვერ აიღებთ, არ გინდათ ბევრი შვილი. და თუ გაქვთ უნარი რომ კი ბატონო რაჯობი 10 შვილი ყავდეთ კაც ოღონდ, მაშინ ყველას უნდა სათანადო დრო ყურადღება მიაქციოთ. მაშინ სადღაც ჩვენი თავი ცოტა უნდა გადადოთ. იმიტომ რომ იცით როგორ არის, მე მაგალითად მარტო ის რომ შვილები ყავდეს და იყვნენ ტუტუცები, არ ღირს ამის გამო შვილის ყოლა, იმიტომ რომ დემოგრაფია გავაუმჯობესო და ტუტუცები გავაძლიეროთ ამ ქვეყანაში, რატო კაცო? იყოს 1-2, ოღონდ იყოს ადამიანი. რასაც ქვია დიდი გაგებით ამისა, ხო? ვიდრე ყავდეს 9 და იყოს აგედან 9 ნარკომანი, ლოთი და ბოდიში და კიდე რაღაც სხვა საიზღრუბეების გამკეთებელი. ამიტომ ეს მომენტ, მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს უნარი, კი აი მე მყავდა სტუდენტი გოგონა, არასოდეს არ დამოვიწყდება, უნიკალური მოვლენა იყო. პირველ ლექციაზე რომ მოვიდა მეორე კურსზე, თხოვა ერთი რამ. თუ შეიძლება 15 წუთით რომ გამიშვათო ლექციიდანო ყოველ ლექციაზე. ხო გამიკვირდა კაცო, რა ხდება 15 წუთით საუნა წავიდეს კაცო. იცით რა, ახალი შობილი ბავშვი მყავსო და ჩემი ძმა და დედა მოიყვანენ მანქანით და უდა ვაჭამო. გადავირიე კაცო. მეოთხარი, სულ გაგიშვებ კაცო, არ მინდა რა ხან პატარა ბავშვი ყავს, არ არის პრობლემა, შენ უნდა კარგად იყავი. არაო, გამიპროტესტო. მე ვისწავლიო, ოღონდ 15 წუთი. კი ბატონო 15 წუთი გადიოდა, აჭმევდა, ამოდიოდა. 5-3 გოგო იყო. 4 შვილი ყავს, როგორ ზრდის უნდა ნახოთ. ყველას ყურადღება, თან სწავლობს, დისერტაცია დაიცვა. ის მეუღლეც ეხმარება სერიოზულად, დედაც ეხმარება სერიოზულად და ბავშვები რომ ნახოთ რა გაზრდილები, რა წესიერები, ნუ ახლა რა ჩაცმო, ყველაფერი არის მაგალითად, აი ეს სამაგალითო ამბავი. ხო, თუმცა ერთი ეპიზოდიც ქონდა, ახლა თქვენ ასეთ ყო არ წაიკითხეთ, თორე ამასაც ხშირად ვამბობ წერ შვილებთან დაკავშირებით, ის უნიკალური მომენტი იყო რა. სარფში ვარ, ვისვენებ, საფხულია. ზღვიდან ამოვდივარ, ნუ მეუღლე და შვილი მეუდებიან სკურილი, პლაჟზე ამოვდივარ, ხალხი არ არის ძალიან ბევრი, მოდის გადასარევი გოგო. ულამაზესი, გაშლილი თვებით, ნუ კუპალნიკში და მოყავს პატარა ბიჭი. ესმის და მოვიახლოვ და ახლოთ ამ მიღიმის, მაგრამ მე ვერ ვცნობ კაცო რაღაცა. ნუ მიღიმის ახლა რა მოხდა, ხათას ვიღაცა მელაპარაკება პლაჟზე როცა მცნობენ. ხო? მოდის და გამარჯობათ, იცით რა, ეს თქვენი შვილია. ქვია მიშიკო. ნუ ახლა შოკში ხო ჩავარდ. ახლა ოჯახი ვერდით ხო, რა გინდათ ახლა? რა გინდათ ახლა რო ქნათ, ანუ ბიჭო არ მახსენდება ხო ტვინი როგორ მუშაობს. ამუშავდა ყველაფერი მოსკოვი, ლენინგრადი, რაღაც კი. რასაკში არ ემთხვევა. არა, რაცო გამორიცხულია ხო? არც ერთი გამორიცხულია, ნუ ახლა ცოტა დავიბენეთ ყობა სახეზე დამეტყო და მივხვდა ეგრევე და ხო თქვენ ხა შეიძლება ვერ ვიცნობთო, იმიტომ მაშინ მე სხვანაირი ვიყავიო და ესო თქვენი განარჩენილი შვილიაო, მიშიკო და გამახსენა ვინ არის, კაცო გადავირია, მე დაგვიჟდა მოგვიყვა კიდე ამბე საოცარი რაღაცა იყო, მაგრამ ახლა ბევრი შეიძლება ბევრმა ეს არ დაიჯეროს, მაგრამ დამიჯერეთ ეს. ანუ ისტორია იყო. მაგ ახლა გეტყვით რა იყო. მოვიდა ეს გოგონა რამდენიმე წლით ადრე თავის დედასთან ერთად. და აი საშინელ მდგომარეობაში კატასტროფა, აბურძგნული თმები, ტირის ეს მთელი ეს საღებავები ჩამოსდის, საშინელ მდგომარეობაში, საშინლად აცვია, დედამისით შეწუხებული, ნუ როგორი ახლა სახში რომ მოვა ახლა ადამიანი ამ მდგომარეობაში, ნუ მივიღე რასაკვირველი აკეთეთ, ნუ რა ხდება თქვენს თავს, უტირის, კანკალებს, სუდღეშია, რა მოხდა ესე იგი, ახალი შეუღლებული იყო მეუღლესთან. და გააჩინა ბიჭი გადასარევი. და სამ დღეში იქვე მოკდა ეს ბიჭი იმაში საავადმყოფოში. ექიმებმა ვერ ახსნეს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ჯამთელი, ყველა მხრივ გადასარევად, ყველა პარამეტრები იყო გადასარევი. ერთ-ერთი ექიმი იყო იქ ტყუა ცოტა ჭკვიანი, გამოცდილი და იმან ურჩია ჩემთან მოსვლა. იმიტომ რომ იმან უთხრა ეს სამედიცინო არ არისო შემთხვევა. ეს რაღაც სხვა რაღაცა მოხდა, იმიტომ რომ გამორიცხული ამბავს თუ რამე მოსვლოდაო. და მე პირადი ჰოროსკოპი შევადგინეთ და ვხედავ, რომ აქვს სატურნ ნეპტუნის დაპირისპირება, ეს ასტროლოგიაში ნიშნავს შავი მაგიის გამოყენებას. რისი მეშვეობით ხდება დაღუპვა პატარისა. იმ შემთხვევაში მე ვეკითხები ეგრევე.
ვინ ყავს ისეთი ბოღმიანი შორიანი, რომელსაც არ უნდა შენი კარგად ყოფნა, ახლობლებია. და უცებ მეუნება. კი, მეუღლის დედა. ვერ მიტონს. და მითხრა რომ მე თქვენ არ გაგახარებთ. მეუთხარი შამაგიური შეტევა და დაუპეს ბავშვი. ახლა საქმე რაშია? საქმე იმაშია რომ გოგოს ვატყობ რომ ფეხბურთმეთ არის. დრასობილი მე ვთხარ ეხა ეს ბავშვი ორის უნდა გაშდეს. აი დეკემბერში ვეუდებიო და ის როდის დაეღუპა დეკემბერში წინა წლის. ეხას დეკემბერში ვეუდები ზუსტად ამ ხაზზე ჯდება. მე ვთხარი ამასაც მოგიკლავენ. ვაი მე და გაგიჟდა რა ახლა ბღავის რა უნდა ქნას. და მე ვეუბნები, გვაქვს ერთადერთი საშუალება. თუ დამიჯერებთ, ბავშვს უშველით. თუ არა და არა. თუ გააკეთებთ იმას, რასაც მე გთხოვთ, მაშინ კი საშველი იქნება. კი, ყვებს გავაკეთებთ, ოღონდ რა დედანუ საკე დედა საკე ვაწყნარებ ვამშვიდებ, უხსნით ან გრაფიკი მაქვს, ყველაფერს მიხედვით ვეუხსნი. რა უნდა გავაკეთოთ? გამოსავალი რა არის? დავასწროთ დეკემბრის თვეს, ნოემბრის ბოლო დღეებში და ვეუბნები რომელ დღეს ზუსტად, რომელიც კარგია მშობიარობისთვის, ჩვენ აქ უნდა გავაკეთოთ საგეისრო. ოღონდ ისე რომ არც მეუღლე არ იცოდეს და არც იმ ქალმა. აუცილებელი პირობა. წასვლის წინ სანამ წახვალთ საავადმყოფოში, იქ მივასწავლე ერთ-ერთი მოძღვარი, იმასთან მიხვალთ, ის დაგიყენებთ დაცვას. გარკვეული დაცვას, რომ აქ კიდე რაღაც ძალები არ ჩაერიან. ლოცვას გულისხმობთ. ლოცვა, ხო, დაცვა ლოცვის მეშვეობით, თავისთავად. ეს ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულეს დედაშვილმა და შემატყობინებთ მე როგორანაირად. და სადღაც ერთი კვირა მაინც არავინ არ მეცოდეს. მე შეიძლება მივხვდი. და ესე სულ მირეკავდნენ როგორანაირად ყველაფერი გადასარივად, გაჩნდა ბავშვი, გამოიყვანეს საავადმყოფოდან, დედასთან ყავდა ეს ყველაფერი, არავინ არაფერი არ იცოდა და ერთი კვირის მერე ბავშვთან ერთად მივიდა სახლში, მეუღლე გადაერია სიხარულით გაგიჟდა და მე გავაფრთხილე წინ და წინ, ვინც გაგიკეთა ის გახდება ავად. როგორც კი შენ და ბავშვს დაგინახავთ. და მე დაგანებებ თავს. და პარცაც ის ქალი ერთი თვე იწვა, ვერ ადგა, ისე გახდა ავად და მე საერთოდ წავიდა, ისრაელში წავიდა დაანება ამათ თავი. დღეს 4 ბავშვი ყავთ, უბედნიერესი ოჯახია. მაგრამ საქმე რა შეეხა, მე ნელ-ნელა ეს კონტაქტი დავკარგეთ, ნუ კარგად ყველაფერი მეც გამეხარდა იმათაც და ზდიან ბავშვს და დავამთავრე. გავიდა ხა იმის მერე 3-4 წელი. მე უკვე ხა აღარც მახსოვს ისტორია და თურმე ეს გოგო არ არის კაცო გაშლილი ამ თავისი როიტყვი ამ ფრთებით გალაღებული გაბედნიერებული და ამ ბავშვთან და ამ ბავშვს დარკვეჭები სამბეს წარუწევ რა მაგარი მიხდი ესეთი შემთხვევაც იყო ხა ბავშვთან დაკავშირებით ნელ-ნელა ბოლოსკენ გავიდეთ და ეს მაქვს მონიშნული აუცილებლად თუ დაგკითხოთ ერთ ინტერვიუში ამბობთ რომ იაკობ გოგებაშვილმა კარგად იცოდა ასტროლოგია და აიაც სულხან საბანურბელიანმა ბევრი წინაპარი და აიაც არ შეურჩევია შემთხვევით სერიოზული რამე აი მაგაზეც რო გითხრათ სხვათა შორის მე ველაპარაკე ბერძნებს ძალიან კარგი მეცნიერი იყო ლინგვისტი მათ შორის და აი მან მომიყვა ბერძნებს აქვს ძალიან საინტერესო ინსტიტუტი არ ხმაურობენ თავისთვის მუშაობენ მაგრამ ეს ოდითგანვე მოყვებოდათ ესეთი ინსტიტუტი ბგერათა ინსტიტუტი ეგრეთ წოდებული გესმის და არა მარტო მუსიკალურ ბგერაზე იყო საუბარი არამედ იყო საუბარი სიტყვის ბგერა გესმის აი ეს რა მნიშვნელობა აქვს ამას და რომელი სიტყვა რა ბგერას გვაძლევს, რა ვიბრაცია აქვს იმ ბგერას და რასთან გვაკავშირებს, რომელ ენერგიასთან, მიხვდი? აი ეს ძალიან საინტერესო. ესე იგი, ბერძენი ხა აზზე არ არის ჩვენ ლიტერატურის და ასე შემდგომ, ხო? და მე ვთხოვე, რომ აი რამდენიმე აი ძირითადი სიტყვები ბგერებით, რომ აი გამიშიფროთ, ხო? საოცარი პროფესორი, კარგი კაცი იყო, ძალიან სიმპათიური და მეუბნება, რომ ეს სიტყვა ზოგადად სოფლიოში, გინ თქვენთან, გინ ჩვენთან გარკვეულ ბგერით ვიბრაციას შეიცავს. და რას ნიშნავს? ეს ნიშნავს უფალს. სიტყვა. სიტყვა. ეს არის გონება, ტვინი. ეხა ნახეთ, აბა რა გააკეთა იაკობმა, ჩვენმა. ჯერ ბავშვი მიდის უფალთან, ამბობს უფლის სიტყვას. ხა ბავშვმა ამდენი რა იცის, ხო? მაგრამ ამან ტექნიკურად მიიყვანა ბგერის მეშვეობით ამასთან.
ჯერ ამბობს უფალი, ჩემი გონება, მე ვფიქრობ, მე ვსწავლობ, მე ამბობს ისევ მე ვიღებ ამ ინფორმაციას და ისევ ბოლოში ისევ უფალო. ანუ მადლობა უფალს ამ ინფორმაციისთვის. ეს არის აია, რომელიც ქართველები დღემდე ვერ ხვდებიან. რა იყო ჩადებული და აღარ დავასახელებ გვარი ჩვენი ერთ-ერთი განათლების მინისტრი რო ყავდა, რომელიც დაერია იგავარაკებს და ყველა სახის ქართულ ზღაპრებს. თავის დროზე რა საჭიროა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არ ისმით. ჩემო კარგებო, აი ჩაგვიდო, საოცარი რამ ბავშვი უახლოვდებოდა უფალს, რომელიც უხსნიდა გონებას, გონება იღებდა ინფორმაციას და ამისთვის უხდიდა მადლობას უფალს. აია, ნახეთ? ასეთი რაღაცები იყო ყოველთვის ჩვენ ისტორიულ ეთნოგრაფიულ პრინციპებში და უბრალოდ ბევრმა არ ვიცით. რატო იყო ქართული სუფრა საქე იყო ყოველთვის ოვალური და არა მართკუთხედი, როდის მე გიფიქრიათ? მეც საქმე არ ქონდა ჩვენ წინაპირეს, რატო გააკეთეს ეს? არ მიფიქრია ნამდვილად. და ამიტომ ამბობ ბევრი რამ არ ვიცით. რატო ამბობენ ინდოელი იოგები დღემდე რომ იოგა მათთან მოვიდა საქართველოდან, კავკასიიდან. ხო და ჩვენ წარმოდგენა არა გვაქვს კავკასიურ იოგაზე. რატომ არ მორდნენ აქ ბერძნები? ოქრო აკლდათ, ოქროს გამო გამოიქცნენ, რა წაიღეს აქედან? ამაშია საქმე. და ჩვენ არ ვიცით. და ეს ისტორიულ ეთნოგრაფიულ წიგნებში კიდე არის შემორჩენილი, მაგრამ არ ვსწავლობთ ამას სათანადოდ. და ამიტომ კარგად გავერკვეთ ტრადიცია ქართული შემოქმედებითი. მე არც იოგა ვიცოდი, სიმართლე რო გითხრა. ამიტომ ამბობ ბევრი რამ არ ვიცი და არ გვასწავლია სამწუხაროდ არ და დიდი სიბრძნე დევს გესმის საქართველოში. არა მარტო ბგერით პრინციპებში, არამედ ბევრ სხვა საკითხებში. მოვა დრო, როცა ვაჟა-ფშაველას კოსმოგონიას გახსნიან და ეს კიდე სხვა ინტერპრეტაციას მოგცემს. აი თქვენ რომ შეხედოთ მაგალითად ციურ სხეულებს. თვარე, მერკური და ასე. როგორ მოძრაობენ? ბრგვალად არა? ესენი მოძრაობენ ოვალზე. ოვალი თავისი პრინციპით არის პერპეტუმ მობილე. სიჩქარე არ ჩერდება არსად. აი მიდის ხო პლანეტა, აიღო სიჩქარე, ხო? აი აქ ოდნავ ჩერდება, მერე ისე ვიღებს სიჩქარეს ზევითად ის, ხო? მერე ისე ოდნავ ჩერდება, მერე ისე. ანუ სულ მოძრაობს. ენერგიას აძლევს ეს. ეხლა წარმოიდგინე ქართული სუფრა ოვალური, სადაც დავუშვათ 10 კაცი დაждდა საქეიფოთ, ხო? ეს სუფრა როცა ოვალურია, შენ ამ სუფრაზე რას აკეთებ? სატვირთულოს ამბობ და ეფერები მოყვას, ხო? ანუ ხსნის სიყვარულს. ეს სიყვარული სად მედის? ტრიალებს. აი უყურე რატოა ცუდი მართკუთხედი. მართკუთხედიდან ენერგია იკარგება. ესმის სიყვარულის ენერგია იქიდან დაიკარგება. და ეს კიდე სუგიტრიალებს და თითოეულში შედის. 10 კაცი შენ რო გესიყვარულება წარმოედგინე რა დონის ენერგია ტრიალებს. ძალიან ბევრი ადამიანი ამიტომ ხშირად ვაგვირდები, მოდიან, ვიცი რა თავი მტკივა. ესმის დაჯდებიან 9 საათში აფერტკივოთ. რატო ეს სიყვარულის ენერგია ქონდა? ენერგია არის. ადრე როგორ იყო იცი ქართული წესები, კიდე არ ვიცოდით. ბრძოლა იყო, ხო? დაიჭრებოდნენ ეს მეომრები სისხლი მოსდით და ასე დააწვევდნენ ესე, გვერდ და იკვრებოდა ოვალური რკალი და იწყებოდა სიმღერა, საგალობელი. მომენტალურად ჩერდებოდა სისხლი და ეწყებოდა ეგრევე სამკურნალო პროცესი. ძალიან მალე დგებოდნენ ფეხზე. რატო? აი ეს ენერგია, ბგერითი ვიბრაცია, რომელიც ოვალში იკვრებოდა, ყველაზე იწყებდა ენერგეტიკულად მუშაობას, თან ბევრი რომ ღეროდა. წარმოედგინე ამდე ადამიანის ენერგია. მომენტალურად სამკურნალო ენერგიას ქმნიდა. ეს ქართველებმა ვიცოდით. ესმის ნანელა დავკარგეთ მე თორე ეს ბევრი სიბზნე გვიდევს. რამდენი ცოდნაა დაკარგული ბუნებაში? რამდენი, რას ამბობ კაცო და რამდენი კიდე აღმოსაჩენი. ესმის და ამიტომ ვამბობ, როცა ესეთი რაღაცები ადამიანმა იცის, სხვანაირად უყურებს სამყაროს. სხვა გაგება აქვს. როგორ მწყდება გული ახლა რომ უნდა დავასრულოთ დიდი. ნუ ახლა ყველაფერს თავისი საწყისი და მოგრძალებული თხოვნა იქნება. აი ამ მიმართულებით სასაუბროთ ცოტა ხნის მერე კიდე რო გეწიოთ თუ მივიღებთ ფოტოც. როგორ არის? აზია საუბარი. ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიხეილ. მადლობა თქვენ პირიქით და წარმატებები. მადლობა საჩუქრებისთვის და ყოველივე კარგს გისურვებთ თქვენი პროექტების წინსვლა იყოს. ფინანსური, შემოქმედებითი, საინტერესო ადამიანები, ბევრი და საინტერესო ინფორმაციები, რაც მეც გაიგებს ჩვენი ხალხი, მათ შორის თქვენი მეშვეობით, მით უკეთეს. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები. მადლობა ჩვენ მაყურებელს რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და გვიყურა თავიდან ბოლომდე. მადლობა და ნახვამდის. აბა დროებით.